ვიყავი, მქონდა წელის ტკივილები, ნუ იცის აუზის შემდეგ. ხო? გამაყუჩებლებით და მთელი ამბებით ისე მტკიოდა სუნთქვაც მიჭირდა მეგობრებო. ვერ ვჩდებოდი, მქონდა ჰაერის უკმარისობა, მოკლედ. ასე რომ დღეს მოვედი თქვენთან. აბა როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ ჩემო ძვირფასებო? რა ხდება თქვენთან ახალი და კარგი და სასიამოვნო? გაიხარეთ ყველა. გაიხარი ანა მარია. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ დღეს გვექნება ესეთი საჯარო ლაივი. მოდი ჩვენი პარტნიორის თაობაზე ვისაუბროთ, როგორც ყოველთვის. ჩვენ ცხოვრებაში რა ხდება, ისედაც ვიცით. ხო. ასე რომ ეხლა ჩვენს პარტნიორზე ვისაუბროთ შიკა და შიკ უფრო მეტი. ხო, აბა რა, გამოვიკვლიოთ ყველაფერი. რა ხდება მასთან თქვენ გამო? რითი იმართლებს თავს დანაშაულის გამო? ხო, კიდევ რა გკითხოთ მეგობრებო? რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით? ძალიან მაინტერესებს. ხო. რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? ზოგადად რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი? ხო, ჩემო მეგობრებო, კარტები მზად მაქვს. აბა რა, ვირის ხვრელში უნდა გავაძვრინოთ, რას ფიქრობს? ხო, აი ეს პოზიცია რას ფიქრობს, ძალიან მაინტერესებს. და თქვენთან თუა დაკავშირებული მისი ფიქრები? არა ვიჯოს მეგობრებო. ეხლა მაგისთვის ვიყავით ცუდად 2 დღე ზუსტად, რომ კიდევ მეფიქრა მაგაზე. ამ ყველაფრის გამო. საღამო მშვიდობის ყველას, ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას. იმ სითბოსთვის, იმ ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენთ მეგობრებო. გალოცვილი ყოფილიყავით მუდამ. დავიწყოთ ეხლა, მოდი თქვენი ენერგიებით დავიწყოთ. ვინც ვართ? არავის არ ველოდები, ვინც მოვა მეგობრებო. თქვენი ენერგიები მაინტერესებს. კარტი გადავჭეხი და აი ქვემოთ ნახეთ. თავისუფლება, დამოუკიდებლობა, აი განთავისუფლება, აი ხელების ზევით აწევა და აუიექვია ამას. ხო. აი ეს პოზიცია გინდათ და გააქვთ. ხო, აი ამაში თქვენ უკვე ბრძოლობთ, უკვე თქვენ ხელი ჩაყევით ამაში ამ ყველაფრისთვის. აი ნახეთ ქვემოდან როგორი ლამაზი სურათია, კიდე იმისი რომ აი ესეთი ბედნიერები გინდათ რო იყოთ, ან უკვე ხართ მეგობრებო. კი, ძალიან ეწინააღმდეგებოდით საკუთარ თავს, მაგრამ ძალიან ბევრი იმუშავეთ ამაზე, ძალიან ბევრი ინტერესები გამოიჩინეთ ამის გამო, რომ თქვენ ამ თავისუფლებაზე მიგეღწიათ, ჩემო მეგობრებო, რაც აქ არის? აი ეს. ხო. თქვენს ოცნებებს და ფიქრებს მიყვებით ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ, აი როგორც ეს ბავშვია, აი რაც მას უხარია, იმას აკეთებთ, რაც მას სიამოვნებს, იმას უსრულებთ და ეს ბავშვი თქვენ ხართ, თქვენია ეს ბავშვი, ესეთი ხართ თქვენ შინაგანად, პატარა ბავშვები, რომლებსაც არასოდეს წყენა არ აქვს გულში, არ ქონია არასოდეს, მაგრამ დრომ და სიტუაციამ და ადამიანებმა მოუტანეს ეს ყველაფერი. ხო, ამიტომ საკუთარი თავის სიყვარულით ხართ დაკავებულები და რატომაც არა, გინდათ რომ იყოთ ბედნიერები. აი ზუსტადაც. კიდევ რა ხდება? თქვენი ენერგიები მეგობრებო ძალიან მაინტერესებს. ხო, ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა არის ახლა თქვენს გარშემო, თქვენს ირგვლივ, თქვენს თაობაზე. ძალიან დიდი განხილვის თემა ხართ ადამიანებისთვის. აი ძალიან ბევრს ჭორაობენ თქვენზე და იცოდეთ ეს რომ რადგან თქვენზე ჭორაობენ, ესე იგი თქვენ ხართ ის ადამიანი, რომლებსაც ადამიანს არ შეუძლიათ აი ესეთი გულგრილები იყონ, რატომაც არა, ისაუბრონ მეგობრებო.
ხო, რაც უნდათ ისი საუბრონ, რაც უნდათ ის მithქვა მოთქვან, რაც უნდათ ისი ლაპარაკონ, ისი მსჯელონ, აი სულ აი დარდი. ხო. აი ზუსტად მეგობრებო, ყველაფერი დაიკიდეთ, გულზე მოგეშვებათ. ვინ რას იტყვის, ვინ რას ფიქრობს, ყოველთვის იმას იფიქრებენ, რაც უნდათ. ყოველთვის იმას იტყვიან, რაც უნდათ. ყოველთვის იმას გააკეთებენ, რაც უნდათ. ამიტომ ჩვენ რისთვის ვართ ჩვენ ცხოვრებაში? აი ზუსტად მანდ ვართ. რასაც გვინდა, როგორც გვინდა, სადაც გვინდა, იმას გავაკეთებთ, იქ წავალთ. ისე ვიფიქრებთ, ისე მოვიქცევით, ისე ჩავიცმევთ, იმას შევჭამთ. იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენს გულს უნდა და რაც ჩვენს შინაგან ბავშვს სურს მეგობრებო. აი დიახაც მანდ ვართ. მე მინდა ეხლა წვიმაში გავიდე და ტალახში ვითამაშო. გავალ და ვითამაშებ მეგობრებო. კი? კი, აი ვითამაშებ. ზუსტადაც. რატომაც არა? და ვის შევეკითხო? საღამო მშვიდობის ყველას მეგობრებო. ხო, ამიტომ თქვენ უკვე ნაკლებად დარდობთ ამაზე. ვინ რას იტყვის? ვინ რას იფიქრებს, ეს უკვე თქვენ აღარ გადარდებთ. ძალიანაც კარგი. კიდევ თქვენი ენერგიები. დრო, მეგობრებო. თქვენ დაკარგულ დროს უკვე ინაზღაურებთ. ხო, ის რაც თქვენში აღარ მუშაობს, ეს უკვე უნდა გადააგდოთ, მოიტოვოთ ადბროშენი. აი ხო რა, გადააგდეთ მეგობრებო. დაკარგული დრო, წამი, წუთი, ადამიანები, ეს უკვე თქვენ აღარ გეხებათ. არა მეგობრებო, აი ნახეთ, სილაღეს იბრუნებთ, თქვენს ბავშვურობას იბრუნებთ, თქვენს მეგობრულ ხასიათს იბრუნებთ, თქვენს სიყვარულს იბრუნებთ, თქვენს საკუთარი თავის დაფასებას იბრუნებთ, იბრუნებთ იმ ბავშვობას, რაც იყავით, აი ამას აქში მეგობრებო. თქვენი შინაგანი ბავშვი იღვიწევს. ხო. კი. აი ესეთები იყავით თქვენ. გაიხარეთ. აი ზუსტად მეგობრებო, ბავშვი რა, ნახეთ როგორი მოციცინებული თვალები აქვს ბავშვებს, აი როგორი მომღიმარე უბოროტო სახე აქვს. ხო, აი მეგობრებო. ხო, აი ესეთია თქვენი შინაგანი მე. და თქვენ უნდა დაიბრუნოთ, თუ კი არ გაქვთ დაბრუნებული მეგობრებო, აუცილებლად უნდა დაიბრუნოთ და ბავშვობაში რასაც ოცნებობდით, როგორც ოცნებობდით, როგორებიც იყავით, აი ესეთი ლაღები უნდა იყვეთ მეგობრებო. უნდა დაიბრუნოთ ის ბავშვური სილაღე, მეგობრებო, ნახეთ, რა საყვარლებიალია. ჯერჯერობით არ ვიცით რა, ხო, კი ვიცით, როგორ არ ვიცით, ეს უბრალოდ პროლოგი გვაქვს შესავალი ესეთი, თქვენი ენერგიები მეგობრებო. მერე რაზეა თემა გავიმეორებ. ხო, აი ესეთია თქვენი ენერგიები, ვის უკვე გააქვთ ეს დაწყებული, ვის არა და უკვე, ვის არა და თქვენ უკვე გინდათ, რომ აი ეს თქვენი შინაგანი მე გააღვიძოთ. ძალიანაც კარგი. კიდევ თქვენი ენერგიები მეგობრებო, ძალიან ბევრი მინდა ვისაუბრო ამის თაობაზე. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, თავდაჯერებულობა, ან რეინკარნაციას გადიხართ მეგობრებო. უყურეთ, თქვენი ეხლა ხდება ყველაფრის აღდგენა თავიდან, გარდასახვა. აი საკუთარ თავში თქვენ უკვე აღვიძებთ თავდაჯერებულობას. აი ნახეთ მეგობრებო, რეინკარნაცია და აი ამის დრო უკვე მოვიდა. აი დრო მოვიდა უკვე კი, რომ აი გარდაისახოთ, დაიბადოთ ახალი, სულ სხვანაირი, სულ სხვა ენერგიებით. თქვენი გარდასახვა ხდება მეგობრებო. აი ამიტომ იყო ეს პერიოდი თქვენთვის ესეთი რაღაცნაირი გაუგებარი, თუნდაც და აი ჩაუწვდომელი, აი ვერ ხვდებოდით ზოგადად. ხო. ძალიან ნახეთ, ძალიან რთულ პერიოდს გადიოდით მეგობრებო. აი ესეთი ტკივილი გქონდათ, აი დისკომფორტი გქონდათ, აი განგაში გქონდათ, ძალიან სირთულეებს გადიოდით. აი ისეთი რთული სიტუაცია გქონდათ მეგობრებო საკუთარ თავთან, რომ დისკომფორტი გქონდათ ნებისმიერი მიმართულებით კი. მაგრამ შეხედეთ რა ხდებოდა თქვენი გარდასახვა მეგობრებო. თავისუფლებას, სულიერ თავისუფლებას გადიოდით, ანუ ეხლანდელი თქვენი გაკვეთილი რაც გადიოდით, რასაც გადიოდით მეგობრებო, იყო სულის თავისუფლებისთვის. ხო. აწი ნაკლებად იდარდებთ სხვებზე, ნაკლებად ინერვიულებთ თუ ვინ რას იტყვის, ვინ რას იფიქრებს, აი დარდი, ბოდიში და ამ ჩემ ფეხებს, ასე იტყვით მეგობრებო.
ხო, აი როგორც მე მაგალითად. ზუსტად. აი ესე იტყვით მეგობრებო, აი დარდი. ამ ჩემს ნერვებს, ამ ჩემს ფეხებს. აი საერთოდ არ მედარდება, არ მენაღვლება. ვინც რა დაიმსახურა, იმას მიიღებს ზუსტად. ხო, აი ზუსტად. კი, მეგობრებო. და სამართლიანობა. მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ რა ლამაზი სურათებია. ეს იყო თქვენი დავალება, ეს იყო თქვენი გაკვეთილი, ეს იყო თქვენი პრინციპი ამ სიტუაციასთან მოსვლის, მეგობრებო. თქვენი ცხოვრებისეული პრინციპი იყო, თქვენი გაკვეთილი იყო ეს, რაც თქვენ ძალიან კარგად გაიარეთ. აი, უყურეთ ახლა რა გელოდებათ? აი მეგობრებო, თქვენი სურათი. აი თქვენი სურათი, მეგობრებო, სიახლეების. ხო. აი ეს გელოდებათ სამართლიანობა იზეიმებს, აქაც სამართლიანობაა მეგობრებო, აქაც სამართლიანობაა მეგობრებო. კი, ამიტომ იზეიმებს ეს ყველაფერი. ჩესნი, სამართლიანი სიყვარული სადაც, აი მეგობრებო, კი, სადაც გექნებათ კონკრეტიკა, სადაც იქნება აი ამ სხივის გაღვივება მეგობრებო და სადაც იქნება ძალიან დიდი სიყვარული. გრძნობები, მეგობრობა, აი აქაც სამართლიანობა აწერია მეგობრებო, ნახეთ. ნდობა, სამართლიანობა და მეგობრობა. ნდობა, აი მეგობრული სიყვარული, ფასეული, ხირებული, აი პაკრავი წელსტვენი, აი რა ქვია ამ სიტყვას ქართულად, როგორ ითარგმნება მეგობრებო? წინამძღვარი, თქვენი აი ხო რაღაც გვერდში მდგომი. მოდი ჩემს ენაზე აგიხსნით ახლა უბრალოდ შინაარსობრივად. თქვენ უკვე აქამდე მოხვედით, რომ კონკრეტულად გექნებათ ესეთი ურთიერთობა, ესეთი სიყვარული, ესეთი მეგობრობა თუნდაც, მეგობრებო. ნახეთ, დობრი, დრაგაცენი, პაკრავი წელსტვენი, სიყვარული. მეგობრებო, ძალიან ლამაზი ფოტოა. ძალიან ლამაზი ფოტოა. აი ესეთი სიყვარული, ესეთი ურთიერთობისკენ მოხვედით. აქეთკენ მოდიოდით, მეგობრებო. აი ამასთან მოდიოდით. ამიტომ იყო რთული გზა. თქვენ ხო არ გონიათ, რომ რაც ბედნიერება იქ ადვილად მიხვალთ? არა, მეგობრებო. სადაც ბედნიერება იქ ძალიან რთული გზაა გასავლელი. ურთულესი ჯოჯოხეთია გასავლელი, ამიტომ თქვენ გაიარეთ ეს ჯოჯოხეთი. ამიტომ ვინც გაიარეთ ეს ჯოჯოხეთი, მეგობრებო, აი აქ ხართ. ძალიან მალე იქნებით აქ. აი სულ ცოტაც, ორი ნაბიჯი ხარ, მეგობრებო. და ვინც ჯერ კიდევ არ გაგივლიათ და ამ პროცესს გადიხართ, მეგობრებო, იცოდეთ, რომ თქვენც აქ მოხვალთ. თქვენც აქ მოხვალთ, მეგობრებო. აი თქვენც აქ მოხვალთ, გარწმუნებთ 10,000%-ით, რომ აი ესაა თქვენი ბოლო. აი ესეთი ურთიერთობა, ესეთი გრძნობა, ესეთი ფასეული და ხირებული ურთიერთობა, სადაც იქნება დაფასება. მხოლოდ თქვენ, მხოლოდ ის არა, ჩვენ. ხო. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ დასაწყისი, ანუ ახლა შესავალი თქვენი ენერგიების ძალიან კარგად დაიწყო. არის ნერვიულად, მეგობრებო, ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ გესაჭიროებათ. აი რა კარტი ამოვიდა. ცხოვრების გაგრძელება, სიხარული, დაბადება და ზრდა. აი ეს გელოდებათ, ესაა თქვენი ენერგიები, ამისთვის იბრძოლეთ, ამისთვის იშრომეთ, ამისთვის იწვალეთ და იტანჯეთ. ამიტომ მეგობრებო, ამ ურთიერთობასთან კიდევ იქნება აი ესეთი ბავშვის დაბადებაც. ყველასთვისაა გაშლა. ვინც უყურებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მიყურებთ, ყველასთვისაა გაშლა. აბსოლუტურად ყველასთვის. ასე რომ, კი, მეგობრებო, აი თქვენი დრო მოვიდა უკვე. კი, აი ეს არის უკვე თქვენი დრო და ეს დრო არის იმის, რომ იგრძნოთ ნამდვილი სიყვარული, იგრძნოთ ნამდვილი ურთიერთობა, იგრძნოთ ნამდვილი დაფასება და აქ არის ცხოვრების გაგრძელებაც, ბავშვის დაბადებაც, შობადობაც, ურთიერთობის და ცხოვრების გაგრძელება. ეს როდის მოვა და ძალიან მალე.
აი ნახეთ, სურათსაც დააკვირდით, მეგობრებო, ზამთარი ხატია, შემოდგომა ზამთარი. აი ეს წელი იქნება ამისთვის. კი. საფუძველი უკვე ჩაიყრება ამ ყველაფერს. აქედანვე იმ ნაშრომს მოიმკით, რაც აქამდე გაიარეთ, მეგობრებო. ხო. ასე რომ მართალია რთული იყო და რთული პროცესია, მაგრამ სამაგიეროდ შედეგი გექნებათ არაჩვეულებრივი. ძველი მოვა თუ სხვა. მეგობრებო, ეხლა მე ამ წუთას ვერ გეტყვით აქ ძველი მოვა თუ ახალი, მაგრამ თქვენ ისეთი ურთიერთობა გექნებათ, სადაც თავს იგრძნობთ არაჩვეულებრივად. და ეს ის ურთიერთობა იქნება, რაც თქვენ დაიმსახურეთ და რაც თქვენ გეკუთვნით და რაც თქვენ შეგეფერებათ. ამის ნაკლები არა, მეგობრებო, რაც აქ ხატია. ამაზე ნაკლები არა. ასე ხო, ასე რომ მეგობრებო, დაელოდოთ უნდა ამ ყველაფერს. თქვენი დროც მოვა, ძალიან მალე. კი. ესეთი არის თქვენი ენერგიები, დაელოდოთ უნდა, მეგობრებო, სულ ცოტა, სულ ცოტა რა, მეგობრებო. აი ეს შემოდგომის პერიოდი. აი ეს შემოდგომის პერიოდი მოგცემს ზუსტად იმ ნაკობს, იმ შედეგს, იმ მოსავალს, მეგობრებო, რაც თქვენ აქამდე გამოიარეთ. ძალიან მივესალმები. მე პირადად ძალიან მივესალმები ამ ყველაფერს. ძალიან რთული პერიოდი გავიარე მეც. ასე რომ უკეთესობის იმედი არასოდეს დამიკარგია ჩემო ძვირფასებო, რატომაც არა. რატომ არ ვართ ღირსები, ვიმსახურებთ ჩვენ ამ ყველაფერს, ასე რომ კი. მოდი ახლა მე მინდა შეგახსენოთ ჩვენი დღევანდელი თემა. ჩვენი დღევანდელი თემა არის ჩემო ძვირფასებო, ჩვენი პარტნიორი ისევ და ისევ. მოდი გავარკვიოთ ახლა, რა ხდება ჩვენს პარტნიორთან თქვენს გამო. რა ხდება თქვენს პარტნიორთან თქვენს გამო, მეგობრებო? დამავიწყდა ტელეფონის აწევა. რა ხდება თქვენს პარტნიორთან თქვენს გამო? მეორე ქვესათაური იქნება ასეთი: რითი იმართლებს თავს ამ გაუგებარი სიტუაციის გამო თქვენი პარტნიორი? და ზოგადად რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? ხო. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, მეგობრებო. მართლაც არაფერზე არ იდარდოთ, არ ინერვიულოთ და მოეწყვეთ კომფორტულად, დაჯექით და ნახოთ, ახლა გავარკვიოთ ყველაფერი. ასე რომ არ ინერვიულოთ, არ იხელვოთ, არ იშფოთვოთ, მეგობრებო. არ გინდათ ეშფოთვები. ნახოთ ეს ყველაფერი ახლა რას გვეტყვის ჩვენი ლამაზი ტაროს დასტა. ჩემი ძვირფასი ტაროს დასტა, მეგობრებო. ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს, კი. ასე რომ ნახოთ ახლა. იმედია ჩაიფიქრეთ პარტნიორი და დავიწყეთ ახლა მისი ენერგიებით თუ ვინ არის ის. ვინ არის თქვენი პარტნიორი და რას წარმოადგენს, მეგობრებო? ხო, მეგობრებო. ადამიანი, რომელიც ახლა ძალიან დიდ მარცხს განიცდის, თქვენი პარტნიორი ძალიან დიდ მარცხს განიცდის, ძალიან დიდი დანაკარგის წინაშე, ეს არის ბედის დაკარგვა, პირდაპირ მნიშვნელობით. ბედის დაკარგვა. ამ ადამიანმა დაკარგა მისთვის ღირებული, მისთვის ძვირფასი, მისთვის საიმედო, მისთვის ბედის ბორბალი, ბედი დაკარგა, მეგობრებო, დაკარგა მისთვის ღირებული. კი, და ამიტომ კიდევ ეცდება, ეს არის ბედი და კიდევ ცდის კარტი. კიდევ ეცდება, ნახეთ, კიდევ სცადეთ. ამბობს თვითონ რომ კიდევ უნდა ვცადო. აი ამ ენერგიებში ვინა თქვენი პარტნიორი. ადამიანი, რომელსაც შიში აქვს. კი, ეცდება ერთია, მაგრამ დარწმუნებული არაა ბოლომდე რომ გამოუვა.
ხო. ძალიან ეცდება მეგობრებო გარწმუნებთ. შესაძლებლობების გამოყენება ნამდვილად უნდა ადამიანს, ბედის ცდა უნდა, ესეც შესაძლებლობებია და ბედს ეცდება, აუცილებლად ეცდება, თუმცა იმედი არ აქვს, რომ გამოუვა. საკუთარი თავის იმედი არ აქვს. საკუთარი თავის რწმენა არ აქვს. ეჭვი ეპარება მეგობრებო საკუთარ თავში, იმიტომ რომ უკვე ხვდებით ალბათ რატომაც ხო. კიდევ ვინ არის ის თქვენი პარტნიორი? ხო, აი ვინაა თქვენი პარტნიორი მეგობრებო და პარტნიორი, რომელმაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე, აი ეს სამივე კარტი ბედზე საუბრობს მეგობრებო. შანსი არასწორად გამოიყენა, ბედი არასწორად სცადა, არასწორი არჩევანი გააკეთა, ხო და გზიდან გადაუხვია. ხო, აქეთ მოსასვლელი, იქით წევიდა მეგობრებო და იმის იქით კიდო. ხო. იცით ეს როგორი სიტუაცია, მე შენსკენ და შენ ტყისკენო. აი ესეთია ზუსტად ის. ხო. თქვენ მისკენ იყავით და ის კი მგლებისკენ. მგლებმა შეჭამა მეგობრებო. ის ქუცურა კუდი მოაჭამა მეგობრებო. ხო, აგერ ნახეთ, კატა. გელი, კატა, კუ, რა ვიცი, მელია რაც გინდათ ის დაარქვით, ხო. აი შეუჩთა ეშმაკი. ხო. ზუსტად. კიდევ ხო, ძალიან ცუდად აიხლა. ეხლა რა გააკეთოს არ იცის. ძალიან ბევრი და დიდი იმედგაცრუებულია, მოტყუებულია. ხო, მანიპულატორი ადამიანი მეგობრებო, ეს არის მანიპულატორი ადამიანი, რომელიც ეხლა არის ძალიან დიდ დანაკარგებში. აი, ნახეთ, რამდენი შანსი ვერ გამოიყენა. 1 2 3 4 5 6 7 8 8ჯერ თამარი და ქეთევანის არ იყოს. რამდენჯერ აპატიეთ მეგობრებო, აღიარეთ. აუცილებლად ამიწერეთ კომენტარებში. რამდენჯერ აპატიეთ, რამდენჯერ დაახარეთ თავი, რამდენჯერ მიიღეთ, რამდენჯერ დაიბრუნეთ, რამდენჯერ მეგობრებო. უკვე მე დავიღალე თქვენ გამო. ხო. ამიტომ მეგობრებო, კიდევ და კიდევ ეცდება. ოღონდ ახლა თქვენ თუ აპატიებთ, ეს მე აღარ ვიცი, მაგრამ ხო, ძალიან ბევრჯერ გიპატიებიათ თურმე. მე აქ ამას ვხედავ. ხო. 8ჯერ? ხო, რამდენჯერ? ასე რა მეგობრებო? გავაგრძელებთ თქვენი პარტნიორი რა ხდება კიდევ? აი რა ენერგიებშია? ჩხუბი, კამათი, გაუგებრობა, პრობლემები, არეულობა, დაბრკოლებები, შეფერხებები მეგობრებო. დამთავრებულია კინო ამისთვის, აღარც სერიალები, აღარც კინოა, აღარც ზღაპრებია მეგობრებო. არაფერი აღარა მიცხოვრებაში. არა მეგობრებო, განადგურებულია მყარზე ვენოკია, ფეხზეც ვერ დგება ისია მეგობრებო, რომელი რას ქვია? ძალა აღარ აქვს უკვე, ამდენი ცოდვებიდან ძალა აღარ აქვს. სამკუთხედები, აი მანდ ვართ, პრობლემები, დაბრკოლებები. არა დამაკმაყოფილებელი შედეგები. არა იმით კმაყოფილი, რაც გააკეთა. არა იმით კმაყოფილი, რაც მოიმკა. არა იმით კმაყოფილი, რომ თქვენ დაგკარგათ. ბატონო. აბა რა. ძალიან პრობლემები აქვს. ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა, მემკვიდრეობის პრობლემა სამართალთან და პრობლემა ბიზნესში. შეიძლება ქონდეს კიდევ ფსიქოლოგიური პრობლემები, არეულობა და მთელი რიგი პრობლემები მეგობრებო. კი. აი ასე, რა ვიცი რა გითხრათ, ამიტომ ესაჭიროება ეხლა თქვენ თუ იცით რა პრობლემები აქვს, იმის და მიხედვით სპეციალისტი ესაჭიროება მეგობრებო. ხო. თავისი პრობლემების და მიხედვით სპეციალისტი ესაჭიროება. კიდევ რა ხდება მასთან, თქვენი პარტნიორი. ძალიან დიდ დანაკარგებშია. ამ ადამიანმა სადღაც ფული დააბანდა და არ გაუმართლა. მემკვიდრეობაში პრობლემები აქვს. თუ მოთამაშეა და თამაში უყარს, აზარტულია ძალიან მეგობრებო, წააგო, არ გაუმართლა, ხო, გარისკა, მაგრამ არ გაუმართლა. ბიზნესში თუ კი ფული ჩადო, მეგობრებო, ხო, მოატყუეს, გადააგდეს, მოპარეს, რა ვიცი, მთელი რიგი ამბები აქვს მეგობრებო, ამ საწოდავს. უასოზე აქვს ყველაფერი. კიდევ რა ხდება მასთან? სიყვარული უნდა. მეგობრებო, მიდის სადღაც. ეს ადამიანი უკვე წასულა სადღაც, მეგობრებო. სად წასულა, არ ვიცი, ალბათ თქვენთან.
მე ვფიქრობ, რომ თქვენთან, მეგობრებო, მოდის, ხელები წინ მოურბის სიყვარულით ასე, ჯერ ხელები მორბის და მერე ცხენი. თუ ვირი, თუ კუ, რითი მორბის, მეგობრებო, თუ ჯორით მორბის, მისნაირი ჯორით. ყროყინით ხომ არ მოდის, მეგობრებო. მოდის, მეგობრებო და მოდის ამ მისი პრობლემებიდან. მოდის თუ მორბის თუ მოცურავს არ ვიცი. ხო. ყროყინით მორბის, მეგობრებო. ამ ადამიანს შეფერხება აქ იქედან წამოსვლის. იქედან წამოსვლაში ხელი აქვს შეფერხებები აქვს, მეგობრებო, ადამიანიდან. ეს შეიძლება იყოს დედაც. მეგობრებო, შეფერხება ვისგან აქვს? ადამიანიდან, რომელიც არის იქ, ვისთანაც არის. ეს შეიძლება იყოს დედაც და ეს შეიძლება იყოს დაც ან პარტნიორი. ხო, ჯერ ხელები. ხო, არ ვიცი ხა თქვენ მიხვდებით ვინცაა თქვენი ხელშემშლელი ფაქტორი და აი კი, ზუსტად ისა ვიზეც ფიქრობთ. ისა ზუსტად ხელშემშლელი ფაქტორი, მეგობრებო, ვისთან დედაა და ვისთან დედმამიშვილია და ვისთან გარემოება და ვისთან ცოლი და ვისთან ქმარი. ვისთან რა, მეგობრებო, თქვენ ძალიან კარგად იცით. უბრალოდ აქ ეხლა ხდება დადასტურება ტაროდან. მეტი არაფერი. ხო. ძალიანაც კარგი. ეხლა ვნახოთ. კიდევ ორი სიტყვა. ვინ არის ის? ხო, აი სპეციალურად, მეგობრებო, ლიტერატურული ნიჭი, წერილი, ნაძალადების სიხარული. ანუ ყურეთ, ეს ადამიანი დაბრკოლებები ხდება სპეციალურად. ამ ადამიანიდან არის სპეციალურად. ამ ადამიანის ხელი ურევია თქვენს ურთიერთობაში, თქვენთან მოსვლაში უშლის ხელს თან სპეციალურად, მეგობრებო, ლიტერატურულად და გეგმილად და გათვლილად. ავოიე. უშლის ეს ადამიანი ხელს თქვენს პარტნიორს თავისი იდეების განხორციელებაში. თუ არა და მოდის, კი, მეგობრებო, მოდის, ნუ რა ვქნათ, მოდის. თუმცა მოდის ძალიან ისე ჩაკეტილი, ძალიან სულ ჩაკეტილი, მოდის და ვერც მოდის. იცით როგორაა, მოსვლა უნდა ერთია, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია, მოვიდეს თუ არა. ხო, სავარაუდოდ ფიქრობს ალბათ, რომ მიიღებთ თუ არა, ღირს თუ არა, გიყვართ თუ არა, აი რაღაც მსგავსი. ხო, კიდევ? ხო, მეგობრებო, ხო, ეს ადამიანი აუცილებლად ფიქრობს მოსვლას მალე, ძალიან მალე გამოჩნდება, მეგობრებო. ძალიან მალე გამოჩნდება და ქვემოდან ნახეთ, ფიქრობს გამოჩენას, თავისი ენერგიები არის ის, რომ არაფერს დაუთმობს თავის წილს, კუბოსაც არავის დაუთმობს თავის წილს ეს ადამიანი, იცოდეთ, საფლავსაც. ძალიან დიდი მესაკუთრეა და ამავე დროს ალბათ ეჭვიანიც, ესეთი შთაბეჭდილება დამჩა. კი ბატონო, ამიტომ მეგობრებო, ელოდეთ ამ ადამიანს უახლოეს ვადაზე, მალე, ძალიან მალე. მალე გამოჩნდება თქვენს რადარზე ეს ადამიანი. მეგობრებო, ეს არის ძალიან მალე გამოჩენის და აი ეს მოსვლის. ასე რომ, ელოდეთ მისგან ნაბიჯებს ისეთ ენერგიებშია, რომ ამ ადამიანს აი თან ბედის კარტი პირველი, არაფერი არ დააკავებს, მეგობრებო, იცოდეთ, გარწმუნებთ, ეს ადამიანი, რაც არ უნდა წინ გადაეღობოს, მას თუ უნდა, манипулаტორი რას ქვია, მეგობრებო? არ იფიქროთ არც ის, რომ იქ თუ კი ვინმე ყავს ამ ადამიანს ხელშემშლელი ფაქტორი და კი ნამდვილად არის, არ გეგონოთ თლათ მასეც ეს დოლგარმონი მაგ ჭკუაზე აწყობილი, რომ რაიმე შეუშლის ხელს. არა, მეგობრებო. ეს არის თავისი ხელით შექმნილი პრობლემა. ამ ადამიანის ხელით შექმნილი პრობლემა. იქ შეიძლება დედაც იყოს, დაც იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ეს არ უშლის იმას ხელს თქვენთან მოსვლის, მეგობრებო, ეს არის ერთ-ერთი манипуляция ამ ადამიანის. უბრალოდ არასწორი საქციელებია მისი. ხო. აი ამიტომ. ხო. თორე ამ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. მას თუ უნდა, მის გულს თუ უნდა, მეგობრებო, ყველაფრის გამკეთებელია, ასე რომ საერთოდ არ მეწოდება. მე არ მეწოდება. არაა საწოდავი.
აი ასე, მისი ენერგიები. ძალიანაც კარგი, ჩემო ძვირფასებო. აბა ეხლა დავიწყოთ. ენერგიები ამოვიკითხეთ. შეკითხვებზე პასუხი არ მაქვს. დავიწყოთ ეხლა ჩვენი დღევანდელი თემა, პარტნიორი და რა ხდება მასთან თქვენს გამო. ჩემო ძვირფასებო, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ძალიან გთხოვთ. მოკლედ ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი. რა ხდება ჩვენს პარტნიორთან, ჩვენს გამო? თქვენს გამო რა ხდება მასთან მეგობრებო? ხო არა ხდება? თქვენ ხდებით მის ცხოვრებაში მეგობრებო, თქვენ მოხდით უკვე მის ცხოვრებაში. რა ხდება და აი ყველაზე მთავარი შინაარსი, რომ თქვენ მოხდით მის ცხოვრებაში. რა მოხდა? რა ხდება მის ცხოვრებაში და თქვენ ხდებით მის ცხოვრებაში. მოხდით, ხდებით და ყოველთვის მოხდებით მეგობრებო. ხო, აი მიყვარს ეს დასტა უბრალოდ. აი გიждები ამ დასტაზე. ხო, თქვენ მოხდით მის ცხოვრებაში, თქვენ ხართ მისი ცხოვრების ბალანსი, თქვენ ხართ მისი ცხოვრების სტიმული, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც უწყობთ ყველანაირად ხელს ამ ადამიანს, მის ცხოვრებას ნოტებზე აწყობთ, მის ცხოვრებას საათივით აწყობთ, მის ცხოვრებას აბალანსებთ, მის ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენთ, ოღონდ დადებითად. ანუ კომბინაციაში ხართ მასთან შერწყმული ყველანაირად. ოღონდ თქვენ მხოლოდ ის კი არა თქვენ ცხოვრებაში ესეთი, თქვენ ხართ მის ცხოვრებაში ესეთი მეგობრებო. ძალიან ბევრი შემიძლია ახლა ამ ორი კარტით ვისაუბრო. ეხლა მთელი ლაივი შემიძლია ამით ვისაუბრო. ხო, და თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისგანაც წავიდა. ბატონო, ისი წასვლა. ესეთი უთავმოყვარო ადამიანი, რომლისგანაც წავიდა. აი ესეთი ადამიანის დატოვება თუ შეიძლებოდა, მე ვერ წარმომიდგენია. თქვენ მოხვდით ერთი და განუმეორებელი ანტიკვარი ადამიანი მის ცხოვრებაში, რომელიც ვერ დააფასა და ზურგი შეგაქციათ მეგობრებო. ვაი მის დღეს უბედურს. საცოდავი მისი აწინდელი დღე. ვაი რა დღეში, ახლა მე უკვე წარმომიდგენია მეგობრებო. უბედური მისი დღე მეგობრებო. ტვინი არ ქონია თავში. და არც ეკნება. არ ამგონია ესეთი ადამიანის დაბრუნება გაუადვილდეს, ადვილი იყოს. გამორიცხულია უბრალოდ. ხო. კიდევ რა ხდება მასთან თქვენ გამო? უბედურება ხდება მეგობრებო. უთქვენოდ ხდება უბედურება. მეგობრებო, არა ხდება და მოდის. გადაწყვეტილი აქ მევიდეს. აგერ მოიძამაო, ზუსტად აი ამაზეა ნათქვამი მეგობრებო. მოვდივარ ძამა და დამღდიო. ადამიანი გამოცდილი თავისი манипуляციებით, თუმცა ძალიან ძლიერი და ლიდერი, შეიძლება იყოს უჭკვიანესი, შეიძლება იყოს არა, არის კიდევაც ეს ადამიანი უჭკვიანესი მეგობრებო, მაგრამ რადგინდათ აი წინაზე იყო ზუსტად იგივე, ეხლაც გავიმეორებ. ამ ადამიანს არ კითხოთ ურთიერთობის არაფერი, რაც გინდათ ის შეეკითხეთ, ნებისმიერ სიტუაციაში პასუხს გაგცემთ, თან უჭკვიანეს პასუხს გაგცემთ. ისეც მეგობრებო, პროფესორს და იმას ფსიქოლოგს არ ექნება უკეთესი პასუხი. ურთიერთობაზე არ შეეკითხოთ არაფერი. არ დაავალოთ არაფერი ურთიერთობაში. ურთიერთობაზე მუშაობა არ უთხრათ. ხო, რაც გინდათ ის დაავალეთ, თებს გადადგამს, ოღონდ ეგ არა. ეს არის კვერთხების რაინდი. თქვენ ხართ დედოფალი მეგობრებო, ახლა მითხარით აბა. ხო, აბა ახლა მითხარით, მამაკაცებო, შეაბრუნეთ თქვენ პირიქით. თქვენი პარტნიორი არის მამაკაცებო კვერთხების რა ქვია მაგას? ხო, ანუ პირიქით. ხო. აი ასე. აი ასე მეგობრებო.
გადაწყვეტილება. ეს ადამიანი დგას გადაწყვეტილების წინაშე. და ეხლა უყურეთ რა გადაწყვეტილების წინაშე დგას მეგობრებო. დაამთავროს ეს ურთიერთობა თუ დაბრუნდეს. გააგრძელოს ეს ურთიერთობა თუ დაბრუნდეს იქიდან საიდანაც წავიდა. ხო აი ეს აქ გადაწყვეტილება ამაში აქვს მისაღები. მეტი კი არაფერში. ხო. დაამთავროს თუ გააგრძელოს. ვერ ხდება. განაჩენი გამოუტანა საკუთარი ხელით მის ცხოვრებას. უკუღმართობისკენ ოღონდ. ხო, მეგობრებო. განაჩენი გამოტანილი აქვს. საკუთარი ხელით შეიქმნა პრობლემები ამ ადამიანმა. თავისი მანიპულაციებით შეიქმნა პრობლემები. არასწორი გეგმებით, არასწორი გადაწყვეტილებებით, სხვა ადამიანების ჩარევით, რომელებსაც მისცა უფლება რომ ჩარეულიყვნენ. თავის დროზე არ დაიცვა ეს ურთიერთობა, არ გაუფრთხილდა იმას, რაც გააჩნდა უფლიდან ბოძებული. ხო? ეხლა ირტყამს თავში ხელებს. ძალიანაც კარგი. კიდევ რა ხდება მასთან თქვენ გამო? შეცდომები, დანაკარგები, პრობლემები, არეულდარეულობა, არასრულყოფილება, ტყუილები. თქვენ თუ ხედავთ ამ ადამიანს ბედნიერს, მეგობრებო, არც იფიქროთ ერთი წამით. ეს ადამიანი ყველაფერს გაჩვენებთ თქვენ, რომ ბედნიერია უთქვენოთ. ნურას უკაცრავად, მეგობრებო. ეს არის ერთ-ერთი უბედური ადამიანის პოზიცია. მოჩვენებითი თავისუფლება და მოჩვენებითი ბედნიერება, მოჩვენებითი სრულყოფილება და ტყუილები. ცურავს მის ტყუილებში, მეგობრებო. იხჩობა აი საწოდავი. ხო? ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება იყოს ღალატიც. ჩემთვის ღალატია ზურგის შექცევაც, მეგობრებო. ხა პირდაპირ მნიშვნელობით ღალატზე არ გადახვიდეთ. ხო, მხოლოდ პარტნიორი სწასვლა პარტნიორთან არ ნიშნავს ღალატს. ღალატია მშობელთან რო წავა და დაგტოვებს, ზურგს რო შეგაქცევს. ღალატია სამსახურს რო აირჩევს. ღალატია კარებს რო მოგიბრახუნებთ და რო გაიარს და წავა. რო არ მოგისმენთ. თქვენი ტკივილი რო არ აინტერესებს. რა გიხარიათ და რა გწყინთ რო არ აინტერესებს. დღეს რა ჭამეთ რო არ აინტერესებს. გცივად თუ წყურიათ რო არ აინტერესებთ. ესეც ღალატია. ჩემთვის ყველაფერი მსგავსი ღალატია. თქვენი არ ვიცი. ამიტომ ძალიან დიდ დანაკარგებშია ეხლა და კრახს განიცდის. საწოდავი. ხო, შეფერხების კიდევ ეს შეფერხებების მიზეზი. დანაკარგები. ძალიან დიდი პერფექციონისტია გამხდარი თქვენი პარტნიორი, სულ ჩაკეტილი, ძალიან ფრთხილი, ვერ ხდება რა გააკეთოს. გამოსავალსაც ვერ ხედავს. აი, ფაქტებს ვერ უკავშირებს ერთმანეთს. რატომ მოხდა ეს გაგებაში არა? ვერ ხდება, მეგობრებო. ეხლა არის დაბალი დონის. დონე აღარ აქვს. ზღვის ფსკერზეა დაშვებული. ქვემოდან რა კარტია? ზღვის ფსკერი მეთქიდან ბალოტი. ბატონო. ხო. აი ესა მისი პოზიცია. აი ეს არის მისი პოზიცია. კიდევ რა მისი პოზიცია. რა ხდება მასთან თქვენ გამო? კიდევ ერთი ორი კარტი, მეგობრებო. მეგობრებო, რა ხდება და აი ესე გიყურებთ. ამბობს რომ არავის არ დაგთმობთ, არავის არ დაუთმობს თქვენ თავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მესაკუთრეა ეს ადამიანი და ესე გიყარაულებთ, ყარაულობთ შორიდან. ჩახმალული, ჩახანჯრული, ჩანიორწყალებული, მეგობრებო. თითქოს რაღაცის წამოწყებას ფიქრობს და ფიქრობს ეხლა ამ შორიდან ყურებით, სწავლობს ეხლა პოზიციას, სიტუაციას, თუ როგორ მოვიდეს, გამარჯვებით, მეგობრებო. აი, პროსტა შოკი შეიძლება დაგემართოთ. იმიტომ რომ ეს ადამიანი კიდევ ამ ყველაფრის შემდეგ გამარჯვებას ფიქრობს თქვენზე, მეგობრებო. ეხლა არ ვიცი რითი, მაგრამ ხო, ეხლა არ ვიცი რა ნორმალური საქციელი ამას აქვს და გამართლება, მაგრამ კი
ახლა ვკითხავ ზუსტად. რა გამართლება აქვს ამ მის აქციელს მეგობრებო? ხო, აი ამით უნდა მოსვლა. ამით უნდა მოსვლა. რანაირად უნდა ამით მოსვლა? რა გამართლება აქვს? რითი იმართლებს თავს მეგობრებო? ძალიან საინტერესო კითხვაა ახლა ზუსტად. აი მისწრებული კითხვაა ჩემო ძვირფასებო. რითი იმართლებს თავს? რითი იმართლებს თავს? იმით იმართლებს თავს მეგობრებო, რომ ამ ადამიანს უნდოდა რომ რაღაც შეეცვალა უკეთესობისკენ სიტუაცია. ამას იტყვის. თითქოს უკეთესი მინდოდაო და გამომივიდა უარესია. ხო, ვითომ რაღაც თავაზიანობა უნდოდა გამოეჩინა და რაღაც გულკეთილობა თუ გულთბილობა რაღაცა თითქოს რაღაცა უნდოდა ისეთი გასაოცარი თუ გასაკვირვებელი გაეკეთებია, მაგრამ ხო, ამით იმართლებს თავს რომ აი არ გამომივიდაო. ხო, რასაც ველოდი ის არ გამომივიდაო. საცოდავი მისი დღე მეგობრებო. აი უყურეთ, თქვენ ხართ ეს კიდე. თქვენ ძალიან კარგად იცოდით რომ ასე იზამდა, ან მიხვდით რომ რაღაცა ვერ იყო. ხო. ესეთ ადამიანს ვერც ვერაფერს გამოაპარებს, ეს თქვენ ხართ მეგობრებო. ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა, ქალბატონი თუ მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა. ეს თქვენ ხართ წინასწარმეტყველები. თქვენ ძალიან კარგად მიუხვდით ამ ადამიანს თავისი საქციელის, თავის დროზევე მიუხვდით. მეგობრებო, უბრალოდ არ გჯეროდათ ამ ყველაფერის. აი არ დაიჯერეთ, რომ მართლაც ასეთი იქნებოდა თუ არა ეს ადამიანი. თავისი აფერისტობა არ დაიჯერეთ, თავისი ტყუილები არ დაიჯერეთ, მეგობრებო. თავისი უნებისყოფობა არ დაიჯერეთ. თქვენ გეგონათ ძლიერი და ყოვლისშემძლე, მაგრამ ნურას უკაცრავად. არაფრიც არ ყოფილა. ადამიანს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ფანტაზიებში გამყოფოთ მთელი ცხოვრება. აი ესა თქვენი პარტნიორი. ფანტაზიები და ილუზიები, დაპირებები, პერსპექტივა. ამ პერსპექტივის ლოდინში, მეგობრებო, დრო ჩაილია. დრო დაკარგეთ, მეგობრებო, დრო. აი ეს დრო დაკარგეთ. ქვიშის საათი ჩამოილია, მეგობრებო. თქვენც ასე ჩამოდნით ალბათ. ბუდიში ამ სიტყვისთვის. რამდენი შეიცვალეთ ამ ლოდინში, მეგობრებო. ამდენ პატიებაში რამდენი შეიცვალეთ. რამდენმა სილამაზე დაკარგეთ, რამდენმა ჯანმრთელობა დაკარგეთ, ნერვები დაკარგეთ, ხასიათი შეგეცვალათ, სახე შეგეცვალათ. რამდენს ასე ქვიშასავით გამოგაყარათ, ალერგია მოგცათ, გაუხეშდით, მეგობრებო, ვის რა დაგემართათ, მეგობრებო. ოღონდაც აღიარეთ, საკუთარ თავთან აღიარეთ, ჩემთან არა. გამოხმით, გამოგფიტათ, მეგობრებო. აი ამ სილასავით გაქციათ, ქვიშასავით გაქციათ, მეგობრებო, ნაცარტუტად რო იტყვენ ამ ადამიანმა. აპატიეთ, მაგრამ აი ესე მიდევს ეს და ესე უცებ ეს შინაარსი მომივიდა და უნდა მეთქვა. ხო. თავისი манипуляციებით, მეგობრებო. ან რამდენი ესე ქვიშასავით მოგისროლათ. აი ესე მოგისროლათ, მეგობრებო. მოყირავებულია ქვიშის საათი, ხო ხედავთ. ესე უნდა იყოს. ესე უნდა იყოს. და ესეა, მეგობრებო. აი ესე ვიცი, ესე როა. მე აქ მაგას ვკითხულობ, სხვას ვერაფერს. თქვენს დიდ გულის ტკივილს ვკითხულობ. თქვენ დიდ გამოფიტვას ვკითხულობ. თქვენს აი არა ადამიან შინაგან სიცარიელეს ვკითხულობ, მეგობრებო. არა ადამიანურს. ქვიშას, რომელიც ქარს მიაკ ყველგან. აი ესეთად გაქციათ ამ ადამიანმა. თუმცა თქვენ გულმა კი გიგრძნოთ, მაგრამ საკუთარ თავს არ დაუჯერეთ, მეგობრებო. ახლა კი ხდებით ალბათ ბევრი თქვენთაგანი, მაგრამ ნუ უკვე რაღაც ვიზამთ. მოტყუებული დარჩეთ. თუმცა ძალიან ბევრ თქვენთაგანს უნდა შურისიება ამ ადამიანზე. თან სპეციალურად უნდა შურისიება, მეგობრებო, მაგრამ არ გირჩევთ. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, თუ კი რაიმე გაგიფიქრებიათ ცხოვრებაში, მეგობრებო. იმედები გაგიცურდებათ, იცოდეთ. თქვენ არაფერი გააკეთოთ, ამ ადამიანს ცხოვრება დასჯის. ამ ადამიანს უფალი მიხედავს, მეგობრებო.
ხო, რა თქმა უნდა. არაფერი სიბურუტი არ ჩაიდოთ, მეგობრებო. ამ ოცნებას თქვენით ვერ აიხდენთ. ამ ადამიანზე შურისძიებას ეს თქვენი ოცნებაა, ვიცი, მაგრამ თქვენი ხელით ვერ აიხდენთ. ეს უფალს უნდა მიანდოთ, მეგობრებო. ეს არის ყველაზე ცუდი, თუ კი თქვენ იფიქრეთ. თქვენი ხელით არა, მეგობრებო. არა, თქვენი ხელით არავითარ შემთხვევაში. თორემ არ გამოგივათ, უარესად დაგიბრუნდებათ უკან. ეს ადამიანი ხო ეხლა 1000%-ით მტყუანია, მეგობრებო. თქვენ რო რაიმე იფიქროთ, 1000%-ით თქვენ გამტყუნდებით და ის გამართლდება, იცოდეთ. ეს თუ არ გინდათ რომ მოხდეს, არაფერი არ გააკეთოთ სამაგისოდ. ხო. მოკლედ. აი ამას ფიქრობს, ამით იმართლებს თავს, მეგობრებო. მოდით, ეხლა ვკითხოთ, ზოგადად რას ფიქრობს ეხლა? აი ეხლა ამ სიტუაციის შემდეგ, ამ ყველაფრის შემდეგ. აი თუნდაც ესე რო გიყარაულებთ. რო ესე ყარაულობთ, ხო? ხო ყარაულობთ ეხლა. რას ფიქრობს ეხლა ამ ყველაფრის შემდეგ? ნუ კაი, დააშავა, ხედავთ. იმართლებს თავს, ხედავთ, მაგრამ თავის მართლება ხო არა მარტო საკმარისი. აი რას მოიმოქმედებს? აი ქმედებას თუ ფიქრობს რაიმეს, გამოსწორებას თუ ფიქრობს რაიმეს, შეცვლას თუ ფიქრობს რაიმეს, მეგობრებო. თუ აქვს სურვილი რომ რაიმე შეცვალოს, რაიმე სიტუაცია გამოასწოროს. კი? კი, მეგობრებო, იმიტომ რომ უყურეთ ორი ტუზი ერთადაა, მაგრამ უნდა ნამდვილად უნდა რომ გამოასწოროს და ესე მოვიდეს, ესე მოვიდეს, კი. იმიტომ რომ ამ ადამიანს შეიძლება ყველაფერი კონდეს, საშუალებაც კონდეს, ბედნიერებაც კონდეს, ფულიც კონდეს, არაფერი აკლდეს, მაგრამ არაფერი ბედნიერებას არ ანიჭებდეს. ეხლა მე არ დამზრახავთ ამისთვის, ეს თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ ჩვენ ვეკითხებით კარგს, რომ თუ ფიქრობს სიტუაციის გამოსწორებას და თქვენთან მოსვლას და ზოგადად ამ თემაზე რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს და ამბობს კარტი იმას, რომ იმიტომ მოიმოქმედებს და იმიტომ ფიქრობს თქვენთან მოსვლას სიყვარულით და ეს ემოციებით, რომ ის რაც აქვს, მას არ ახარებს. ხო. კიდევ? ხო, მეგობრებო. მეგობრებო, არ ახარებს და უნდა მოსვლა. კი, იმიტომ რომ სიტუაციის გამოსწორება უნდა, პასუხისმგებლობა უნდა, ძალიან ცუდათაა. აკლი ხართ. კი, და უკან არ დაიხევს. მინდა გითხრათ. უკან არ დაიხევს. აბატონო, კიდევ ეცდება ბედს, მეგობრებო. აუცილებლად ეცდება კიდევ ბედს. ეხლა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, მეგობრებო, უბრალოდ ჩვენი დღევანდელი თემა არის ესეთი და რასაც გვეუბნება ტაროს დასტა, იმას ვაჟღერებთ აქ. გინდათ, არ გინდათ, გწამთ, არ გწამთ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. ასე რომ მე არ გამიბრასდეთ. ხო, მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა სიყვარული, ნება, ნიშნობა, ქორწინება, გაგება და პარტნიორობა. ჩემო მეგობრებო, თავში თქვენი ენერგიების წაკითხვის დროს ერთ-ერთმა მკითხა, რომ ეს ახალი პარტნიორია თუ ძველი. მე ახლა გაგცემთ ამ შეკითხვაზე პასუხს, რომ ეს არის ძველი პარტნიორი, დაბრუნდება და სურვილი აქვს დაბრუნების, იმიტომ რომ ეს ადამიანი უთქვენოდ არავინ და არაობაა, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის. ეხლა იქ, სადაც ავტვირთა გამომიხტებიან ადამიანები და ეს ის ადამიანები იქნებიან ზუსტად ვიზეც ვსაუბრობ მე ამ არაობასთან დაკავშირებით და ვიზეც პირდაპირ მნიშვნელობით მათზე აისახება ეს ენერგიები, ასე რომ მივაბლოკავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ესეთ რაღაცას დაწერს და დარწმუნებული ვარ, რომ აი მისია ეს სიტყვები მას ეკუთვნის, ვინც საკუთარ თავზე მიიღებს და გამომიხტება იქ თითოეულა მანიკურის წასასმელად და წაусმევ მანიკურს მე. არ ვაციებ, არ ვაცხელებ. თან წითელ მანიკურს კი არ წავусმევ, ბლოკის შავ მანიკურს წავусმევ, მეგობრებო. ხო. ამიტომ ეს ადამიანი ძალიან არეულია, თვითგან ადგურებაშია. კი, ძალიან ცუდათაა, მინდა გითხრათ, ძალიან უნდა რომ სიტუაცია გამოასწოროს, ამ ურთიერთობაზე იმუშაოს, მეგობრებო, და უფალს ევედრება შანს თქვენთან დაკავშირებით. კი.
ნუ დააშავა, მან ძალიან კარგად იცის, სადაც დააშავა და რა დააშავა და როგორ შეცდა. უფალს ეხლა მწარეთ ევედრება ამ სიტუაციის დაბრუნებას და გაუმჯობესებას და შანსებს და ხო. მოდი ახლა ვკითხოთ, უფალს კი ევედრება, მაგრამ თუ გამოუვა უფალი, თუ მიცემს ეხლა ამ შანსს მას. თუ იმსახურებს ეს ადამიანი შანსს თქვენთან დაკავშირებით, მეგობრებო. რას ფიქრობს სამყარო შანსის მიცემასთან დაკავშირებით? მიცემს თუ არა ამ შანსს? ეკუთვნის თუ არა შანსი თქვენს პარტნიორს? თუ იმსახურებს ამ შანსებს თქვენი პარტნიორი, მეგობრებო? მაინტერესებს ძალიან. მეგობრებო, უყურეთ? ეს არის ხო ერთი წუთით თუ იმსახურებს ამ შანსს სამყარო. თუ იმსახურებს ამ შანსს. ოხო, მეგობრებო, სამყაროს კარტია ამობრუნებული. ეს ადამიანი ძალიან ბევრს იფხაკუნებს. ხო, ეხლა ეს ბოლო 4 კარტი, რომ ამოვიკითხოთ, მეგობრებო. სამყარო თუ მიცემს შანსს, სამყარო ძალიან გულნატკინია და ჩამდუღრულია, რო იტყვიან სამყაროდან, სამყაროზე რწმენა დაკარგულია ეს ადამიანი და სამყაროს რაში ადანაშაულებს ვერ ხვდები. სამყარო მიცა გადაწყვეტილების უფლება და მან შანსი ვერ გამოიყენა თავისი უგუნურებით, ვერ ხდება ეს ადამიანი კარგს და ცუდს. ხო, ეს ერთი. ამიტომ ეხლა სამყაროზე განაწყენებული ადამიანი საკუთარ თავთანაც კამათობს, ძალიან ბევრი პრობლემები აქვს და ოჯახური პრობლემები აქვს, მეგობრებო, და კიდევ ორმაგად უბრაზდება სამყაროზე. რა როგორ ფიქრობთ ეხლა პასუხი ამის, რომ ხო, სამყაროს ადანაშაულებს, რომ ეს ყველაფერი არის სამყაროს ბრალი. ხო. თუმცა ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება მინდა გითხრათ თქვენთან დაკავშირებით ნაბიჯებს თითქოს რაღაც მამაცობას გამოიჩენს, მეგობრებო, კი, აუცილებლად გამოიჩენს. იმიტომ რომ უფალს ევედრება უფალს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არასამართლიანად ევედრება, მაგრამ ნუ კაი, მაინც. კიდევ მინდა ვკითხო. თუ მიცემს სამყარო ამ ადამიანს კიდევ ერთ შანსს და უფლებას იმის, რომ თქვენამდე მოვიდეს და იბრძოლოს. ხო. თუ იმსახურებს ეს ადამიანი. მეგობრებო. თუ იმსახურებს. მეგობრებო. რა ვთქვა? იმსახურებს? როგორ ფიქრობთ ეხლა? ეს ადამიანი ამ ოჯახის შექმნას იმსახურებს? მეგობრებო, როგორ ფიქრობთ ეხლა? იმსახურებს? არა, მეგობრებო. ეს არის მხოლოდ ურთიერთობა, სადაც არის მხოლოდ სექსუალური დამოკიდებულება, მოდი ასე ვიტყოდი. ამ ადამიანს კი შეიძლება იბრძოლოს ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ეს არის რატომღაც არაკანონიერი ბრძოლა, მოდი ასე ვიტყვი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ არის მთვარე, მოტყუებული, ტყუილებზე შექმნილი და აგებული ოჯახი, თითქოს და ბრძოლობს ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის არასრული, არ შემდგარი ნიშნობა ან ქორწინება, არასრულყოფილება, მეგობრებო. თქვენი ამბავი თქვენ იცით, მაგრამ კითხვაზე პასუხი ესეთია, უარყოფითი. ხო. იმიტომაა სამყაროს კარტი აქ ამოbrunებული, რომ ეს ადამიანი არასწორი საქციელებით, არასწორი შემართებით, არასწორი ნაბიჯებით ფიქრობს ამ ყველაფრის შექმნას და დაწყებას თუ დაბრუნებას, თქვენ პოზიციას მოერგეთ, თქვენ სიტუაციას მოერგეთ, მეგობრებო, ვის დაასაბრუნებელი აქვს, ვის შესაქმნელი აქვს, ვის დაპირებულია, ვინს რა გაქვთ, რა სიტუაცია გაქვთ, თქვენსაც მოერგეთ, მეგობრებო. ხო, ამიტომ ეს ადამიანი არასწორი გზით, არასწორი მეთოდით ფიქრობს ამ ყველაფრის დაბრუნებას თუ შექმნას. ამიტომ სამყარო ამის უფლებას არ მიცემს. ხო. არ მიცემს. ახლა მრჩება ერთი პასუხი. მე თავში თან გაგეცით პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალია თუ ძველია არ ვიცი, მაგრამ
თქვენ აუცილებლად გექნებათ ის სიყვარული და ურთიერთობა, რაც თქვენ გეკადრებათ და გეკუთვნით, ასე რომ ჩემო მეგობრებო, როგორც ჩანს, ეს თქვენი ახლანდელი პარტნიორი არაა. ეს არის თქვენი ახალი პარტნიორი, ვისთანაც გექნებათ ის სასურველი სიტუაცია, ზუსტად რასაც ჩვენ თავში პროლოგში ვილაპარაკეთ, ვისაუბრეთ. ხო, შემოთავაზებები. ახალი შემოთავაზებები, ახალი საჩუქრები, აი კეთილშობილური საქციელები, ფულადი საჩუქრები, ეს არის ჯილდო, ეს არის გვერდით დგომა, დახმარება ადამიანის მიმართ, ადამიანიდან, ვინც შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ეს ის ახალი ადამიანია, ვინც გამოიჩენს კეთილ გონიერებას და კეთილ ხასიათს თქვენს მიმართ. კიდევ ხო, მეგობრებო. სადაც იგრძნობთ თავს სტაბილურად, სადაც გექნებათ თქვენი ფინანსები. თუ კი თქვენ რაიმეს დაიწყებთ ამ ადამიანთან ერთად, ეს არის ახალი პარტნიორი, ახალი თუნდაც მეგობარი, ახალი ნაცნობობა, ჩემო ძვირფასებო. შეიძლება ეს ადამიანი უკვე იყოს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ გვერდში დგომას, დახმარებას, რაღაცას შემოგთავაზებთ, რაც მოგიტანთ თქვენ სტაბილურობას, ფინანსურ სტაბილურობას. ეს შეიძლება იყოს სამსახურეობრივი დახმარება, შეიძლება სამსახური შემოგთავაზოთ, შეიძლება აი რაღაც შემოგთავაზოთ ისეთი, არ ვიცი მეგობრებო, ეს თქვენ უფრო გეცოდინებათ, რაში გჭირდებათ დახმარება და გვერდში დგომა, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად დადებითად იმოქმედებს და აისახება თქვენ ცხოვრებაზე. კი. ადამიანის დახმარება და საჩუქრები, რომელიც მოგიტანთ თქვენ ცხოვრებაში სტაბილურობას, ფინანსებს, გამოიმუშავებთ ფინანსებს, თუ კი ეს ადამიანი სამსახურს შემოგთავაზებთ რაღაც ახალ სამუშაოს, ან გექნებათ რაიმე ახალი შემოთავაზება, მეგობრებო, არც დაფიქრდეთ, ისე დათანხმდით, იმიტომ რომ აქ თქვენ ძალიან კარგ სტაბილურობას იგრძნობთ. ეს იქნება თქვენი სტაბილური სამუშაო, სტაბილური შემოსავალი, სტაბილური ადამიანი, სტაბილური ადგილი, სადაც თავს იგრძნობთ, მოდი ასე ვიყოდი, დედოფლად, სტაბილურად, კომფორტულად. ეს იქნება კეთილი ადამიანის მიმართ, კეთილი ადამიანიდან გამოწოდილი ხელი, რომელიც მოგიტანთ აი ესეთ კომფორტს. მოდი ასე ვიტყვი. ხო. ზუსტადაც. რატომაც არა. წარმატებები ყველა სამსაქმეში. აი ახლა მინდა ვკითხო კიდევ, თქვენი ხვალინდელი ახალი ცხოვრება. აი ეს ახალი ცხოვრება მაინტერესებს ახლა მეგობრებო. ამ დარჩენილი ჩვენი დასტებით. უკვე ძველ პარტნიორზე აღარ ვსაუბრობ. ამ ყველაფრიდან, აი ამ დასაწყისიდან, თქვენი აქედან დაწყებული ახალი ცხოვრება. როგორი იქნება? მეგობრებო. შანსის არ გამოყენება და ყოყმანი. არ იყოფმანოთ მეგობრებო. არ იფიქროთ, რომ ეს გზა იქნება კიდევ იგივენაირი, რაც აქამდე. თუნდაც პარტნიორული იყოს, თუნდაც ვინმე გაიცნოთ და რაღაც დახმარების ხელი შემოგთავაზოთ, ან ნაცნობობა შემოგთავაზოთ. მეგობრებო, უარი არ თქვათ. გაიცანით ადამიანები. გაიცანით. ხო. მესმის, რომ დანაკარგებში ხართ, მესმის, რომ ძალიან რთულია ამდენი იმედგაცრუების შემდეგ კიდევ ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ ხო, ნუ რა ვქნათ, ცხოვრება გრძელდება. არ ინერვიულოთ იმაზე, რომ რაღაც არ გამოგივათ. ხო, არ ინერვიულოთ იმაზე, რომ რაღაც დაკარგეთ და ყოველთვის დაკარგავთ. არ ინერვიულოთ მეგობრებო, არა მეგობრებო, აი ახალი პარტნიორი კი ეს არის თქვენთვის გაუგებარი სიახლეები, თუ სამსახურია, გაუგებარია თქვენთვის როგორ მოიწყობით. თუ პარტნიორია, თავისთავად გაუგებარია ვინაა და რა, ვერ გაგიგიათ და ვერ გაიგებთ თავიდან, ამიტომ გირჩევნიათ, რომ ერთი ხელის მოსმით კრათ ხელი და გაუშვათ იმის იქეთ და თქვენ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, არ მინდა და უკეთესია ასე მარტო ვიყო, თუნდაც აი თქვენი პასუხი. უცაბედი გადაწყვეტილება, всё.
ჩაიქნიეთ ყველაფერზე ხელი, არავინ აღარ მინდა, არავის არ ვენდობი, აგიც იმნაირი იქნება, იგიც იმნაირი იქნება, ესეც ისე გააკეთებს როგორც ის და აბატონო მეგობრებო. ხო. ხო, აი არ გინდათ. ერიდებით ყველანაირ დახმარებას, ერიდებით ყველანაირ ადამიანის შემოსვლას, ყველადგან გარბი ხართ, ყველადან იბლოკებით, არავის არ იკარებთ, ამბობთ რომ ეს ყველაფერი იქნება ფარული, თუ პარტნიორია ალბათ უნდა ფარული ურთიერთობა, თუ რაიმეა კიდევ იქაც ტყუილია, აბა ეს არ გამომადგება, ესეც ისე ისამს, ესეც მომატყუებს და მთელი რიგითი ტყუილები მეგობრებო. ხო და ამ ყველაფრიდან მიდიხართ შორს. უარს ამბობთ ყველაფერზე. იცით, არ იცით, იცნობთ, არ იცნობთ, აღარ გაინტერესებთ უკვე არავინ, თქვენთვის ყველაფერი ერთია და ერთნაირია, მეგობრებო და დამთავრდა ამით ყველაფერი. всё. всё. აღარც მოლაპარაკება გინდათ, აღარც ადამიანების გაცნობა გინდათ, აღარც მეგობრობა გინდათ, არაფერი აღარ გინდათ მეგობრებო. ამთავრეთ უკვე თქვენ ყველაფერი. აღარც სერიალები გინდათ, აღარც თეატრები გინდათ, აღარც ნაცნობობა გინდათ, არაფერი აღარ გინდათ მეგობრებო. მხოლოდ გინდათ საკუთარ თავთან ყოფნა. იცით რა გინდათ ახლა? მინდა ავდგები, მინდა დავჭდები, მინდა ჩავიცმევ, მინდა გავიძრობ, მინდა წავალ, მივალ, მინდა მოვალ. არაფერი აღარ მინდა საკუთარი თავის იქით, მინდა მარტო და всё. თქვენ უკვე იცით როგორ ხართ ახლა საკუთარ თავთან უკვე შედიხართ ბალანსში, თუმცა გეტყვით ესეც არ შეიძლება, მეც ვიცი რომ არ შეიძლება და მეც ასე ვარ. მე არ მყავს მეგობარი, მე არ მყავს დაქალი, მე არ მყავს ადამიანი, ვისაც რაღაც ისეთ რაღაცებს გაუზიარებ, ვთქვათ, ხო, რაღაცებს, არა, მე არ მყავს. აი ესე გინდათ თქვენც იყოთ. ხო, საკუთარ თავთან ძალიან კარგად გრძნობ თავს. ყველაფერი მივაწყნარე, არავინ აღარ მადარდებს, არც ნერვიულობ არავისზე, ჩემი ოჯახის წევრები და всё. იმის იქეთ არანაირი პარტნიორული მეგობრული ურთიერთობა მე აღარ მაინტერესებს. ამას ამბობთ თქვენც. აი აქ მოხვედით მეგობრებო. თუმცა მეც ვიცი რომ ასე არ შეიძლება და თქვენც ძალიან კარგად იცით. ხო. მაგრამ ნუ რა ვქნათ. თქვენ გინდათ საკუთარ თავთან იყვეთ მშვიდად. ბალანსში ხართ უკვე. ხო. და ამისთვის შესანარჩუნებლად უკვე არავინ აღარ გჭირდებათ, რომ აი აერიოთ ეს ბალანსი, რომ დაარღვიოთ ეს ბალანსი. აღარ გინდათ მეგობრებო. წაი მოი ის აქ, აგი იქ, ისე, ასე უკვე ეს თქვენთან უკვე არის ტრალალა, ტრულულუ. всё. არაფერი აღარ გაინტერესებთ. თქვენ ამ გამოუვალი მდგომარეობიდან უკვე გამოხვედით. საკუთარ თავთან უკვე ვპოვეთ ბალანსი და როგორც გინდათ ისე აკეთებთ უკვე. რაც გაქვთ იმას ჭამთ, იმას იცმევთ, იმაზე ჯერდებით, როგორც გაქვთ იმით უძღვებით თქვენს ცხოვრებას, გაქვთ, არ გაქვთ თქვენ დარდობთ, ასე რომ სხვა არაფერი გედარდებათ უკვე. всё. დამთავრდა. თქვენი ცხოვრება მიაწყნარეთ, ყველაფერი უკვე მოიჭკმალეთ და всё, საკუთარ თავთან ხართ ბალანსში, არაფერი აღარ გინდათ უკვე მეგობრებო. ეს ერთფეროვნული ურთიერთობა, ეს შინა პატიმრობა ურთიერთობაში და გეთანხმებით ნაწილობრივ მართალი ხართ, ეს რუტინული ცხოვრება, ერთი და იგივე ყველას უნდა ეფერო, ყველას უნდა ემსახურო, პარტნიორს უნდა იფიქრო თუ გაუთავო, თუ გაურეცხო, თუ ის გაუკეთო, თუ ეს გაუმზადო, თუ აჭამო, თუ ანუ ხვდებით ხო? всё, დამთავრდა. თქვენ ამ პატიმრობიდან გამოხვედით. ძალიანაც კარგი. მეშველება რამე? ყველას ყველაფერი ეშველება. არი ნერვიულოთ. აი ზუსტად. ყველას ყველაფერი ეშველება მეგობრებო. აბა ნახოთ ეხლა ვკითხოთ. რა გეშველებათ?
ამ ყველაფრიდან. ხო, დაამთავრდა მეგობრებო, განკურნება. სამკუთხედებიდან გამოსვლა და განკურნება. დაამთავრდა უბედურება, დაამთავრდა ეს დაცილებები და შორებები, ეს მწუხარებები, ფანტაზიებში და ილუზიებში ყოფნა, ბრძოლა რაღაცისთვის. თქვენ უკვე არაფერი აღარ გაინტერესებთ, არავისთვის ბრძოლას არ აპირებთ. აქეთ იბრძოლონ, აქეთ ინერვიულონ, აქეთ იმტრიონ ტვინი და ნერვები, ზუსტად, რატომაც არა. ხო, აი აქამდე მოხვედით. შედეგი ამ ყველაფრის თავისუფლება. აი, გააწერია ნახეთ. თავისუფლება, განქორწინება, გაგება და განკურნება. გამარჯობათ. მივესალმები ყველას ახლა. დამთავრდა თქვენი მიჯაჭვულობა. დამთავრდა თქვენი აი ამ სიტუაციაში ყოფნა. ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა. ურთიერთობა, სადაც არის დამოუკიდებულება ერთმანეთზე და აი თქვენ ეს დაამარცხეთ მეგობრებო. და გილოცავთ. რა გეშველებათ? უკვე გეშველათ თუ მიხვდებით, რომ თქვენ ამ ჯოჯოხეთური ურთიერთობიდან გამოხვედით და თქვენი გამოსვლა ისაა, რომ საკუთარ თავთან პოვეთ სიმშვიდე და ბალანსი. აი, აქამდე მოდიოდით თქვენ. ეს იყო ზუსტად თქვენი დანიშნულება და სამყაროს მიზანი. გამარჯვება და კომპრომისი. მეგობრებო, მოვა დრო და თქვენ იზეიმებთ ამ ყველაფერს. უკვე იზეიმებთ. თქვენ უკვე საზეიმოდ გაქვთ საქმე. თქვენ ეხლა უნდა აღნიშნოთ ეს ყველაფერი, რომ აი დასრულდა ეს ჯოჯოხეთი თქვენ ცხოვრებაში. კი. დასრულდა მეგობრებო. დასრულებულია უკვე. ასე რომ გილოცავთ. აი მეგობრებო. ტრანსფორმაცია. ეს იყო თქვენი ტრანსფორმაცია ძველის და სასრული და ახლისთვის მომზადება. ჩემო მეგობრებო, გამაცივა ტანში. თქვენი ტრანსფორმაცია. აი ზუსტად აქედანვე უკვე, აი ზუსტად რომ აღარ გინდათ, აი ზუსტად რომ საკუთარ თავთან უკვე ბალანსში მოდიხართ და უკვე საერთოდ რომ არავინ აღარ გინდათ და აი ფეხებზე რო კიდიათ უკვე ნებისმიერი ურთიერთობა მეგობრებო. ხო, აი ამის უფლებას უკვე აღარ მოგცემთ სამყარო და ამიტომ ამ მდგომარეობამდე უნდა მოსულიყავით, რომ ეს არის თქვენი თავის სიყვარული, საკუთარ თავთან ბალანსის პოვნა და საკუთარი თავის შეყვარება. აი ამას მიაღწია სამყარო, რომ აი თქვენ ეს უკვე მიხვდით, გაიაზრეთ და აი ეხლა შემოვა თქვენ ცხოვრებაში ის ადამიანი, რომელიც მოგანიჭებთ ყველაზე დიდ ბედნიერებას და ყველაზე დიდ სიყვარულს დაგანახებთ და ეხლა მიხვდებით თუ როგორია ნამდვილი სიყვარული. ეხლა მიხვდებით თუ როგორია ნამდვილი ურთიერთობა და ნამდვილი პარტნიორი. მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო. დედას გეფიცებით დამბურძგლა. ხო. კი, მეგობრებო, ეს იყო თქვენი ტრანსფორმაცია. ძველის გაშვება, ძველი მეგობრები, ძველი სამსახური, ძველი ოჯახი და დასატოვებელი უნდა დაგეტოვებინათ. ყველაფერი უნდა შეგეცვალათ, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა მოგეშორებინათ. მეგობრები, ოჯახი, დედმამიშვილები, დედმამაც თუ გიშლიდათ ხელს, მეგობრებო, ეს ყველაფერი იყო მოსაკვეთი თქვენი ცხოვრებიდან. ნუ ეხლა ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ აღარ მუშაობდა თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ კი ტარარიზე მიდიოდა ყველაფერი. მესმის, მეგობრებო, მესმის რაც გაიარეთ, ესაა ჯოჯოხეთი. მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა. აუცილებლად გამოჩნდება ნამდვილი პარტნიორი, ამისთვის გამზადებდათ სამყარო, ამისთვის გამზადებდათ უფალი. ეს იყო სამყაროს დანიშნულება, რომ აი ეს გაგევლოთ თქვენ. გაიხარეთ, ყველას გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო. მარიამის მადლი გფარავდეთ და წყალობდეთ, გაიხარეთ,
უღრმესი მადლობა ყველას. დაამთავრდა თქვენი ღამის უძილობა. მეგობრებო, დაამთავრდა, იმიტომ რომ თქვენ ამაზე ძალიან ბევრი იშრომეთ. მალე, ნახეთ რა წერია. შედეგები მალე გამოჩნდება. თქვენ თქვენი შრომის შედეგს ძალიან მალე ნახავთ. თქვენ თქვენი შრომის ნაყოფს ძალიან მალე აიღებთ. თუ კი ვინმეს გქონდათ ოჯახური პრობლემები, თუ ვინმეს ბინის შეძენა გინდოდათ, რისთვისაც ბრძოლობდით, რისთვისაც შრომობდით. ეხლა არ დამიწეროთ აქ, საიდან ვიყიდი ბინას, ფული არ მაქვს. საიდან ვიყიდი, გამოვიტან ოქროებს ლომბარდიდან, ფული არ მაქვს. საიდან გადავიხდი, ამდენი ბანკის ვალი მაქვს, ფული არ მაქვს. ჩემო ძვირფასებო. ამას წინათ გავიმეორე და კიდევ გავიმეორებ. არაფერი არ მქონდა მე. წამოვედი ვალებით სავსე, პრობლემებით სავსე, უასოდან მქონდა ყველაფერი სავსე. ასე რომ, უფალმა მომცა იმის საშუალება, რომ მომცა სამსახური, მომცა სამუშაო, საარსებო წყარო, რითაც ჩემი პრობლემები მოვაგვარე მხოლოდ მე. ამის იმედი არასდროს დამიკარგია. მართალია მიკვირდა მაშინ, მაგრამ ეხლა იგივეს გეტყვით თქვენც. არაფრის არ შეგეშინდეთ. ყველაფერს ისამთ, ყველაფერს შეძლებთ, ყველაფერი გამოგივათ მეგობრებო. ეხლა თუ მეტყვით რომ არაფერიდან არაფერი არ მაქვს და ღია ცის ქვეშ ვარ, მაინც გეტყვით მეგობრებო რომ ყველაფერი გამოგივათ. ხო. აი ასე მეგობრებო. 5 კილოიანი რუგზაკის ჩანთით წამოვედი საქართველოდან. ჩემო ძვირფასებო, მიხვდით ეხლა რა ჩაეტეოდა 5 კილოიანი ზურგ ჩანთაში. ჩემო ძვირფასებო, 200 ევროთი წამოვედი ნასესხები ფულით საქართველოდან. 100 ევრო კიდევ გზაში გაუთვალისწინებელი ხარჯი შემხვდა. 100 ევროთი ჩამოვედი იტალიაში. ჩემო ძვირფასებო, როგორ ფიქრობთ ეხლა თქვენ? ყველაფერი იქნება ასე რომ არ ინერვიულოთ. ხა? თქვენი სტაბილურობა. თქვენ აუცილებლად გექნებათ თქვენთვის სასურველი სამუშაო, თქვენ აუცილებლად გექნებათ და გეყოლებათ ადამიანები თქვენ ცხოვრებაში შემოვა ისეთი ადამიანები, ვინც შემოიტანს კარგ ამბებს, ვინც გამოგიწვდით დახმარების ხელს, ისგანაც მიიღებთ იმ ინფორმაციას, რაც თქვენ გჭირდებათ. აუცილებლად ამაზე არ ინერვიულოთ მეგობრებო. იმ დანაკარგებზე რაც გაიარეთ, იმაზე არ ინერვიულოთ. სამართლიანობა იზეიმებს. სამართალი ყოველთვის ჭამს პურს. ხო, მეგობრებო. ასე რომ არ ინერვიულოთ. თქვენი გულწრფელობა დაფასდება. თქვენი ადამიანობა ყველაზე მეტად ფასობს. იქნებ თქვენ არ გჯერავთ საკუთარი თავის. ხო, თქვენ სავარაუდოდ საკუთარი თავის არ გჯერავთ. საკუთარი თავის რწმენა არ გაქვთ. მე არასოდეს დამიკარგია ეს. კი, რაღაც პერიოდი შეიძლება ვფიქრობდი როგორ, მაგრამ ის რომ მე ძლიერი ვიყავი მეგობრებო, ამაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. დედას გეფიცებით. ხო. გამოხვალთ ამ კრიზისიდან. ხო. ამ ავადმყოფური სიტუაციიდან აუცილებლად გამოხვალთ. გეუბნებით ვიღაც ადამიანიდან, ელოდეთ მნიშვნელოვან ამბავს. ეს თუ დაპირებული რაიმე სამუშაოს თაობაზეა, ან დახმარების თაობაზეა, ან რაღაცის თაობაზეა, მეგობრებო. მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ. იმ ამბავს, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ამბავს, რასაც ელოდებით. აუცილებლად გაიგებთ. კი. სტაბილურობა. სტაბილურობა მეგობრებო, ეს არის კიდევ გონივრული ინვესტიციები, გონივრული მეგობარი, ლოიალური მეგობარი, რომელიც დაგეხმარებათ, რომელიც გამოცდილია თავის ცხოვრებისეულად, თავის საქმიანობაში, ან თავის საქმიანობით, თავის ცხოვრებაში, როგორც გინდათ ისე მიიღეთ, ჩემი ნათქვამი და ეს ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ. ხო, თქვენ ის არ იფიქროთ, რომ სადმე ან
გაგვიანდებათ, ან უკვე გვიანია, გვიანი არასოდეს არაფერი არ არის, ცხოვრების დაწყება არასოდეს არანაირ ასაკობრივად გვიანი არ არის, რა ასაკიც არ უნდა გქონდეთ, ურთიერთობის დაწყება თუნდაც ასაკში და ზევით ასაკშიც არასდროს არაა გვიანი მეგობრებო. მე არ მიმაჩნია ესეთი ფიქრი სწორად, მე რა რომ 60 წლის ხარ, მე რა რომ 70 წლის ხარ, ნებისმიერ ასაკში შეიძლება ყველაფერი ცხოვრების გამოსწორებაა. ხო, ნუ იქნებით ავადმყოფურად. თუ ეს ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ. ადამიანი, რომელიც არის გამოცდილი და პასუხისმგებლიანი, მეგობრებო. ადამიანი, რომელიც იქნება ძლიერი. ადამიანს, რომელსაც იქნება რაღაც თავისი წილი პასუხისმგებლობა თავის ცხოვრებაში. შეიძლება წარსულიდან. მე არ გამოვიწყავ ახლა ამას, ეს შეიძლება იყოს თქვენი მეგობარიც, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივად უბრალოდ ერთ-ერთი ნაცნობი, რომელმაც გამოგიწოდოთ დახმარების ხელი. და ის გადაუდგმელი ნაბიჯები გადაგადგმევიოთ ამ ადამიანმა, რასაც თქვენ ვერ ბედავთ. ხო. ნუ შეგაწუხებთ დოგმატური და ცუდი აზრები, მეგობრებო. ხო და იმას რაც შეეხება, რომ თქვენი ცხოვრებიდან თუ კი მიდის ადამიანები, მეგობრებო, გაუშვით. არ დაგენანოთ ისე გაუშვით. რაც ადრე გაუშვებთ, მით უკეთესი. კი. მეგობრები წავლენ თქვენი ცხოვრებიდან, რომლებზეც შეიძლება ძალიან დაგწდეთ გული. მეგობრები, რომლებმაც შეიძლება მართლაც აი ამ ნაბიჯების გადაუდგმელობაში შეგიწყოს ხელი. ამ ადამიანების გამოა ზუსტად თქვენ ნაბიჯებს რო ვერ დგამდით. ესეთი ადამიანები წავლენ თქვენი ცხოვრებიდან, მეგობრებო. ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ დაბრკოლებას გიქმნიდათ ცხოვრების გზაზე. ადამიანები, რომლებიც დიდ მიზნებს ანუ თქვენ ამ ადამიანებთან თქვენს მიზნებს საუბრობდით, თქვენი მიზნები მათთან მუშაობდა და თქვენთან არა, მეგობრებო, აი როგორც გინდათ ისე მიიღეთ. ხო. ამიტომ ამ ყოლაფრიდან დაისვენებთ. აი თქვენი დასვენება. რაც გჭირდებათ ახლა არის დასვენება, მეგობრებო. გონება დაასვენეთ, სხეული დაასვენეთ, მოდუნდით, რაც აქამდე იყო, ახლა დაისვენებთ. ამოისუნთქეთ, ხრმად და ჩაისუნთქეთ და დაისვენეთ, მეგობრებო. დაისვენეთ და თქვენი დასვენების დრო მოდის. მოვიდა უკვე, მეგობრებო. ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ. აი ბოლო კარტი. შვიდობა, სოლიდარობა. აქ არის ახლად შეძენილი მეგობრები, ახალ საზოგადოებაში შეხვალთ. ახალი საზოგადოება, სადაც გიქნებათ ბევრი წახალისება, სადაც გიქნებათ მშვიდობა და სადაც გიქნებათ პარტნიორობა. ნებისმიერი მიმართულებით, მეგობრებო, ეს შეიძლება იყოს პარტნიორული ურთიერთობა, ეს შეიძლება იყოს სამსახურეობრივი პარტნიორობა, ბიზნეს პარტნიორობა, ხო, სადაც თქვენს შრომის ნაყოფს მიიღებთ. ეს იქნება ნაყოფიერი, სრულყოფილი და ნაყოფიერი. თქვენი შრომის შედეგს დაინახავთ, თქვენი ადამიანობის შედეგს დაინახავთ, სადაც დაგიფასდებათ და დაფასდებით, დაფასებული იქნებით, მიღებული იქნებით, გამოჩენილი იქნებით ამ საზოგადოებაში, დამალული არ იქნებით. თუ ურთიერთობაში შეხვალთ, მეგობრებო, ეს ურთიერთობა იქნება აღიარებული. დამალული არ იქნებით, მეგობრებო. აი ეს შემოდის თქვენ ცხოვრებაში და მიიღეთ. მიიღეთ, მეგობრებო. ჩაისუნთქეთ ხრმად, ამოისუნთქეთ, რამდენჯერმე გააკეთეთ ასე ნელა და გამშვიდდებით. კი ბატონო. აი ესაა ყველაფერი. ეს იყო სულ. მეტი არაფერი გჭირდებათ ჩემო ძვირფასებო. ასე რომ თქვენ წილ ბედნიერებას ელოდეთ უახლოეს მომავალში. უღრმესი მადლობა ყველას საჩუქრებისთვის, მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის.
აი არ ვიცი, იმ სითბოსთვის და ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენთ, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ხართ ჩემი სტიმული. მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. ყოველთვის ყოფილიყავით დალოცვილები. ერთადერთი რამ, რაც არასოდეს არ დაგავიწყეთ, მეგობრებო, არის რწმენა. უფლის, სამყაროს და საკუთარი თავის. ხო. მოდი ახლა ჩვენ ასტრაბარათს ვკითხოთ. აი ის წერილი, მოდი, უახლოეს მოდი ერთი კვირა. ჩავიფიქროთ, ეს ერთი კვირა. დღეიდან ერთი კვირა. ჩემო ძვირფასებო და ვნახოთ აბა, რა შეტყობინებას გიგზავნით? რა შეტყობინებას გიგზავნით სამყარო ასტრაბარათების სახით? რა არის ის შეტყობინება, რაც შემოდის ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ცხოვრებაში სასიკეთოდ? რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ? ხო, მეგობრებო, აი ნახეთ, ცნობის მოყვარეობა გკლავთ, კი, ძალიან გაინტერესებთ. თუ რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში? თუ აი ეს ამ თასიდან რა ჯინი, რა სურვილების ჯინი, არა, თუ ამ თასიდან ჯინი ამოვა და რა სურვილებს შეგისრულებთ. თუმცა კამათლები აგერ თქვენ გიკავიათ ხელში და თქვენ თვითონვე შეგიძლიათ ამ სურვილების აი რაღაცნაირად ასრულება, მეგობრებო, ყველაფერი შეგიძლიათ. კი. თუმცა ცნობის მოყარეობა გკლავთ მაინც. ძალიანაც კარგი. კიდევ რა? აი ზუსტად ხო 7 ბარათი უნდა მოვიღო და ჩავთვალოთ 7 დღე. აი ერთი კვირა. ამ ერთი კვირის განმავლობაში. დღე პირველი ცნობის მოყარეობით. დღე მეორე. დღე მეორე. რა ბარათია? რა შეტყობინება? ხო, ეს არის მეგობრებო. კარგიც და ცუდით. ცუდიც. ეხლა იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ თქვენ ცხოვრებაში ეს ბოლო პერიოდი სულ რაღაც ცუდი და უცნაური რაღაცები ხდებოდა, ეხლა შემოუბრუნდება სამართალი ჩემო ძვირფასებო და კარგისკენ წავა ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში. აქამდე თუ იყო ცუდად, ეხლა იქნება ყველაფერი კარგად. ძალიანაც კარგია მეორე ბარათი. კიდევ? ამიტომ არი ნერვიულოთ. ამას გეუბნებათ ბარათი. მესამე დღე. აბა მესამე დღე. რა ბარათია მესამე დღეს? რა შეტყობინება მესამე დღეს? ხო, როგორ მომწონს. ეს არის სიხარული. თქვენ გელოდებათ სიხარული, თქვენ გელოდებათ ბედნიერება, თქვენ გელოდებათ უფლის წყარობა, ჯვარი წყალობთ, მეგობრებო. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მორწმუნეები ხართ და მისმენთ და მიყურებთ უფლის წამს ძალიან. შეიძლება, ეხლა მე მაგალითად ყოველთვის ვერ დავდივოდი შეიძლება ეკლესიაში, ტაძარში და აი სანთელს მხურვალედ ვერ ვანთებდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მეგობრებო, რომ მე უფლის არ მწამს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამით თუნდაც დაკნინებული ვარ და უფალი ზურგ შემაქცევს და მიმატოებს. არა, მეგობრებო, ბევრ იმ ტაძარში მოსიარულეს ვჯობი ვარ, იმ ჩემი გულთბილობით და ალალობით, რომლებიც დადიან და ვაირომ იქ დადიან და გამოდიან და რას აკეთებენ. ამიტომ მეგობრებო, თქვენ ერთი წუთითაც არ გქონდეთ იმის შიში, რომ რაიმე ამით გიშავდებათ, არა, მთავარია გულში გქონდეთ სითბო და სიყვარული და უფლის რა ქვია მაგას და და მეგობრებო ქართული რწმენა მავიწყდება და მე ვიცი, რომ თქვენ უფლის რწმენა ყოველთვის გაქვთ. მიუხედავად იმისა, ტაძარში დადიხართ თუ არა და ესეც ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ამიტომ რომ მესამე ბარათი არის ის, რომ ძალიან დიდი სიხარული გელოდებათ, უფლის წყალობა გაქვთ და იმიტომ მეგობრებო, განსაცდელის შამს უფალი არასოდეს გტოვებთ და იმ განსაცდელს უფალი არ მოგივლენთ, რასაც თქვენ ვერ გადალახავთ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მეოთხე ბარათი. რა არის მეოთხე შეტყობინება? მეოთხე ბარათი. მეგობრებო.
აი მეგობრებო, მეოთხე ბარათი. სასწაულები ხართ უბრალოდ. ეს არის ადამიანი ყოვლის შემძლე. ადამიანი, აი ამ ადამიანს უფალი როგორ არ წყალობს, ამ ადამიანს როგორ არ ელოდებ, როგორ არა, მეგობრებო, სიხარული გელოდებათ კი არა, თქვენ თვითონაც ხართ ადამიანის სიხარული. თქვენ ხართ ადამიანი უფლის წყალობა, თქვენ ხართ ადამიანი მზე, თქვენ ხართ ადამიანი ძლიერი, სტრატეგიული, აი უძვირფასესი, დაფასებული, თბილი, იმზიდველი, სექსუალური, ადამიანი გამომძიებელი, გონებამახვილი, აი მე რა ვთქვა, არ ვიცი მეგობრებო. სასწაულები ხართ უბრალოდ. სიტყვა და საქმე. ხო, აი ეს ხართ თქვენ. მებრძოლი, ინიციატორი, სტრატეგიული, თავდაჯერებული. ადამიანი, რომელიც ხას არ მიაყენებს შეურაცხყოფას. ყოველ შემთხვევაში, ხა გველს თუ უკბენთ, მეგობრებო, გიკბენს, ხო? ანუ მივხვდით რისი თქმა მინდა. ხო, ეს ადამიანი აი არ გაგიმეტებთ, ეს ადამიანი ზურგს არ შეგაქცევთ, ეს ადამიანი ქუჩაში არ გაგტოვებთ, ეს ადამიანი ამ ადამიანთან არ შეგცივდებათ, არ მოგწყურდებათ, არ მოგშივდებათ, არ გაგიჭირდებათ, თუნდაც ღიაცის ქვეშ, აი არ ვიცი რა ვისაუბრო, ბევრი შემიძლია, ბევრი კარგი ვთქვა. ვულკანი, ადამიანი ცეცხლი, ქარიშხალი, არ ვიცი მეგობრებო, ხო, ანუ ყველაფერი მეგობრებო. ზოდიაქოზე არ ვისაუბრებ აქ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაღაცნაირი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს. ხო, ასე რომ არასოდეს აღარ ვახსენებ ზოდიაქოს აქ. ცეცხლის სტიქიები ხართ. ყოველ შემთხვევაში ხართ თუ არა ცეცხლის სტიქია, თქვენი ენერგიებია ასეთი. ამ ენერგიებში ხართ თქვენ. ხო, მეხუთე ბარათი. და ესეთ ადამიანებს ნამდვილად ბედის წყალობს უფლის. კი და მეც მჯერა რომ უფალის წამთ, იმიტომ წყალობთ უფლის, რომ უფალის წამთ მეგობრებო. ამ ადამიანს იმდენად წამს უფალი, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ რასაც გასცემს, იმას დაუბრუნებს უფალი. ამიტომ ამ ადამიანიდან სიბოროტეს არ ელოდოთ. თქვენი ძალიან დიდი რწმენა და იმედი აქვს უფალს, ამიტომ წყალობთ უფალი მეგობრებო, კი, იმიტომ რომ თქვენს გწამთ. ხო, კიდე ძალიან თავდაჯერებულები ხართ კიდე მეგობრებო. მეხუთე ბარათი. ხო, ერთი კვირის განმავლობაში ძალიან დიდი სიხარული გელოდებათ. კიდევ რა, მეხუთე ბარათი. მეგობრებო. ამ საცოდავს რა უყოთ. ეხლა მჩება ერთი შთაბეჭდილება. ჩემო მეგობრებო, ეხლა მჩება მე ერთი შთაბეჭდილება აქ და ეხლა მე ტელეფონს თუ არ შევაერთებ, მეგობრებო, ძალიან ცუდად წამევა საქმე და ერთი წუთით დამელოდეთ და მოვალ და გავაგრძელებ. გზა არ მაქვს ჩემი ასე მაპატიეთ.
ტელეფონი რო არ შევაერთო მეგობრებო, განიფიშება თურმე. ამიტომ მაპატიეთ და ეხლა გავაგრძელებ მე ჩემს სათქმელს. ახლავე. აჰა, წავედით. მოკლედ ეხლა ნახეთ. აქ ახლა ძალიან დიდი აზრია. აქ არის ახლა ზაღლისთავი ჩამალული რო იტყვიან. ხო, ეხლა უყურეთ რა ხდება აქ მეგობრებო. ეს თქვენი პარტნიორი, ხო, ეს აქამდე რაც ვისაუბრეთ, ის არის სასწაული, მაგრამ ეხლა უყურეთ ეს ვაჟბატონი თუ ქალბატონი, ესე მეგობრებო მოგადგებათ კარებთან. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, აი ესე მეგობრებო, ესე მოგადგებათ კარებთან და ესე მოგიკაკუნებთ. ასე მოგიკაკუნებთ. შეიძლება? ხო. ხო. აი ასე. ხო. ესე მოგიკაკუნებთ. მოჟნა ამას გეტყვით. არ მელოდი? ასე გეტყვით. ხო, ვის რას გეტყვით ახლა თქვენ იცით თქვენი პარტნიორის ზახოდები რო იტყვიან. პერმესო, ზუსტად ეს გამოჭრილია. ხა. პრეგო აღარ უნდა უთხრა ახლა, მაგი თქვენი გადასაწყვეტია, პრეგოს ეთყვი თუ მობძანდის ეთყვით, მაი ახლა ხო. ქართულად ეთყვი თუ იტალიურად, მაი ახლა თქვენი გადასაწყვეტია. თორე და ესე მოვა მეგობრებო ხა. აბა ახლა მეგობრებო შეხედეთ. ეს ადამიანი ახლა რო დაგინახავთ ამ სიხარულში და ბედნიერებაში, რაც თქვენ გელოდებათ, აქ უფლისწყალობა და გახარება და ბედნიერება გელოდებათ. ახლა ესეთ ადამიანს გელოდებათ კი, მაგრამ ეხლა ეს რო დაგინახავთ, ასე ამ კოსტუმით ხომ უნდა მევიდეს კოსტუმა. ხა. აბა თუ შვილი გყავთ ამ ადამიანიდან, მოიმიზესებს შვილს, მეგობრებო, ეს მოხდება ერთი კვირის შიგნით, ჩემო მეგობრებო. ხა. აი ერთი კვირის შიგნით. ხა. კოსტუმა. ხო. მოვა მეგობრებო, ბავშვს მოიმიზესებს და მოვა. თუ ბავშვი გყავთ ამ ადამიანიდან. თუ ბავშვი არ გყავთ ამ ადამიანიდან, მაინც ბავშვისთვის მოვა. ოღონდ გასაკეთებლად. ხო. თუ ბავშვის გაკეთების საშუალება არ გაქვთ, მომიტებეთ ასაკობრივად, ჩემო ძვირფასებო, მაშინ თქვენი ბავშვი თუ გყავთ, თქვენსას მიიღებს. ეხლა ვინ უნდა მიიღოს, იგია საინტერესო. ხო, ეხლა თქვენ უნდა მიიღოთ მისი ბავშვი თუ თვითონ ეს ბავშვი უნდა მიიღოთ თქვენ, მაი უკვე თქვენი გადასაწყვეტი არ ვიცი მე. ხო. ხო, თვითონ უბავშვოთ მოდის. საწოდავი, თვითონ ბავშვია, ბავშვიც არა მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვი ამას რა დავარქვა, იმნაირი როჟა ვის პარტნიორს გავს მეგობრებო? აბა თქვით, ვინმე გავს? ვის გაგონებთ? რომელის პარტნიორს გავს ეხლა ეს კოსტუმა? ხა მეგობრებო შეხედეთ ეხლა ეს თქვენ და ეხლა ამას შეხედეთ მეგობრებო. ამ საწოდავს მზესაც არ აქვს, არც მთვარე ანათებს მის უკან და არც მზე. აფერი არ უნათებს ამას ამ საწოდავს მეგობრებო. თქვენი ჩრდილი უნათებს მარტო, მეგობრებო. ხო. იცე. იქანი უნდა იყოს სადაც ხარ. გასაქცევი და მოსაქცევი ამას აღარ აქვს ამ საწოდავს. აღარც იქით აქვს დასასვლელი და აღარც აქით. აღარც იქით მიდის, აღარც აქით მოდის, აგერ დგან ატუზული, აგერ მეგობრებო, აქვია ამას რკინიგზის იმასავით დგანა მეგობრებო, რკინიგზაზე მიყუდებული. გამცილებელის რკინიგზაზე გამცილებელი რომ ამა მეგობრებო, აი ზუსტად იმას გავს. საწოდავი მისი დღეი. ხა, გამოგდებული, უსახკარო. მიმიღებთ, ვიცადე მულტფილმში რომ არ მელოდით, ბებია მისისა, ვის ველოდი. რას ქვია ველოდი? ხო, ესე მოგადგებათ მეგობრებო.
ხო, ავტობუსის გაჩერებაზე. ხო, ვინ იცის, ეგება მატარებლის გაჩერებაც აქვს, ამ საწოდავს ამ ფერი, მის სოფელშია შეიძლება ამ ფერი გაჩერება. ვინ იცის, საიდან მოდის? უდღეური მისი დღეი. ამას არც სოფელი აქვს და არც ქალაქი. ამას არაფერი არ აქვს, მეგობრებო. არც ქონია არასდროს. კვე ხარა. ჩხიბთა ქორწილში რომა. აი. გურულების ენაზე. ხო. არა, ხულო ცენტრია, რას ლაპარაკობ შენ? ხულოს მასე ნუახსენებ? ხო. ხულო არის ძალიან მაგარი ადგილი. ამას აგიც არა გამუდღეურს. მაქიდანაც არაა, საცხა იქიდან არ ვიცი, ტყე. ხო, 2-4-5. მე-6 ბარათი რა არის? მე-6 დღე მეგობრებო. აი, მოვა მე-5 დღეს. დღეიდან მე-5 დღეს მეგობრებო. გეხვეწებით გამაგებიეთ ზუსტად რომ მე რამდენი დღეს მოვა. მოკლედ მეგობრებო, მე-4 დღეს თქვენ იქნებით ძალიან ისეთი ადამიანი, რომლებიც ძალიან გამოასხივებთ და ამ გამოსხივებაზე ეს ადამიანი შემოგეფეთებათ მეგობრებო. Здрасте. რუსები იტყვიან. Неждана негадана. არ მელოდი, здрасте. ამას გეტყვით. ხო. რუსებს აქვს ძალიან მაგარი ტერმინი ვგიჟდები. ხო, მეგობრებო, უყურეთ. ამ ადამიანს ეხა თავისი ის მაინც აქვს, ნახეთ? რა ქვია მაგას? გვირგვინი. თქვენ ჩამოაცვით ალბათ ამ ადამიანს გვირგვინი. ჩამოაცვით, არ ჩამოაცვით. ვინ იცის კიდე არ დასცალდა ალბათ ამ საწოდავს. ან ჩამოაცვით გვირგვინი და მერე ჩამოამხვეთ. ყველაფერი? ხო? დამსახურებულად? ეგო, მეგობრებო, ნახეთ, ეგო რამ ხელა აქვს, რა მისი გძელი ეგო აქვს, ამ საწოდავს, ამ უდღეურს. ხო. ამ კარს არ წავიკითხავ ახლა აქ, უბრალოდ მისი ხასიათი ამოვიკითხე, მეგობრებო. ხო, და ეთქობა ჩამოამხვეთ თავზე. ხო, და რა სიზამს ახლა? მე-5 დღეს მოვას თავისი გვირგვინით. კიდევ? მე-6 დღე რა იქნება, მეგობრებო? ხო. მოვა ბალანსისთვის. მოინდომებს დაბალანსებას ამ ურთიერთობის. თქვენ კიდევ შეგიძლიათ მისი დაბრუნებით თქვენი ანუ დაიბრუნოთ ის დაკარგული ენერგია. თქვენი ძალა დაიბრუნოთ, თქვენი ეგო დაიბრუნოთ, ამ ადამიანმა რაც შეგილახათ, რაც წაგართვათ, რაც დაგიშავათ, მეგობრებო, თავისი დაბრუნებით, ამით ყველაფერს თქვენს ენერგიას დაიბრუნებთ. კი. თქვენს ბალანსში მოხვალთ საკუთარ თავთან ამით. თქვენ ეგოს აიმაღლებთ, იმიტომ რომ ეს ასე უნდა მოხდარიყო, მეგობრებო. თქვენ მიიღებთ, არ მიიღებთ ეს სხვა. უბრალოდ თქვენ ამით თქვენს ენერგიას დაიბრუნებთ, იმას რაც წაგართვათ ამ ადამიანმა, ამ კოსტუმიანმა ადამიანმა, საწოდავმა. ხო. ამას რაც არ უნდა ბრენდული ტანსაცმელი ეცვას, მეგობრებო. ხო? ბოდიშით, მაგრამ თქვენ აი ეს უბრალო მოსასხამიც გიხდებათ. ქალღმერთი ხართ, აი ამასთან შედარებით, სად მე და სად შენ ეკა. ხო, კოსტუმა. აბარა. საწოდავს ყველგან კოსტუმი რომ აცვია მუბედურს. ხო, ამით დაიბრუნებთ თქვენ ბალანსს, მეგობრებო, თქვენს ენერგიას დაიბრუნებთ და კიდევ ერთი კარტი და ტელეფონი ლამის გადამეჭედოს, არ ვიცი. და კიდევ ერთი, მეგობრებო, კიდევ მე-7 დღეს რა მოხდება? რა შეტყობინება, მეგობრებო? ხო, მე-7 დღეს ის შეტყობინებაა, მეგობრებო, რომ დამოუკიდებლობა. ეს არის დამოუკიდებლობის კარტი. მეგობრებო, აი ნახეთ, შინაარსობრივად რა ხდება. ანუ ამ ადამიანის დაბრუნებით თქვენ იბრუნებთ თქვენს დამოუკიდებლობას, თქვენს თავდაჯერებულობას, თქვენს სამართლიანობას, იმას რომ სამართალმა პური ჭამა. აი თქვენ იმას რომ აი ეს ასე უნდა მოხდარიყო. ეს არის
თავისუფლების კარტი, ეს არის ბალანსში მოყვანის კარტი, ანუ რისი თქმა მინდა კიდევ ერთი კარტი. ხო, ანუ იმას იბრუნებთ, მეგობრებო, რაც თქვენ გეკუთვნით, რაც თქვენია და აი იმ სურათს, აი ის სურათი ჩაიბეჭდება თქვენს გონებაში, რაც უნდა იყოს რეალურად. მეგობრებო, რომ თქვენ ხართ ძლიერესები, თქვენ ხართ არაჩვეულებრივები, თქვენ ხართ უნიკალურები, თქვენ ხართ კრეატიული ადამიანები. აი რომ თქვენს გარეშე სამყარო, მოდი ასე ვიტყოდი, ვერ იარსებებს და ამიტომ გააქვთ უფლის წყალობა ყოველთვის. აქამდე თუ კი რაიმე სირთულეები გქონიათ, ჩემო ძვირფასებო, თუ კი რამ დაბრკოლებები გქონიათ, თუ კი რამ გადაულახავი გეგონათ და მაინც გადალახეთ და თქვენ მართლაც გადალახეთ, იცოდეთ რომ ეს თქვენი ადამიანობით და უფლის დახმარებით, იმიტომ რომ უფალმა იცის თქვენი შესაძლებლობები, უფალმა იცის თქვენი შინაგანი სისუფთავე, თქვენი შინაგანი სამყარო, თუ როგორები ხართ თქვენ. სულიერად ძლიერები ხართ, მეგობრებო, ამიტომ თქვენ გაქვთ სამყაროდან გვერდით დგომა და ამას ვიცი რომ აფასებთ და ისედაც იცის სამყარომ თქვენი ფასი. ხო, ამიტომ იმ გაჭირვების დროს ყოველთვის სამყარო იყო თქვენს გვერდით, მეგობრებო, იმიტომ რომ სამყარო ამის წაქცევის უფლებას არ მოგცემთ, დაცემის უფლებას არ მოგცემთ და ყოველთვის გაშველებთ ხელს. ამიტომ ხართ ესეთები. ეს ხართ თქვენ. ეს ხართ თქვენ. უძლიერესები. ამ ადამიანს ვერაფერი ერევა. ამ ადამიანს ვერავინ ვერ ერევა. ამ ადამიანს ვერაფერი ვერ წააქცეს. იმიტომ რომ შინაგანად სულიერად ძლიერია. უფლის რწმენა აქვს, უფლის წამს და საკუთარი თავის ჯერა, მეგობრებო. ხო. ამიტომ ერთი კვირის შიგნით კი, აი ეს ყველაფერი აუცილებლად ისე იქნება, როგორც აქ იყო ნახსენები და ძალიან მოხარული ვიქნები, ვისთან როგორ რეზონირდება. გამაგებინოთ, ჩემო ძვირფასებო, რომ ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება ერთი კვირის ვადაში. 13 რიცხვი, რატომღაც თვალში მეცა 13 რიცხვი. მეგობრებო, 13 რიცხვი დაიმახსოვრეთ. 13. ხო. 13 რიცხვი. აი ასე. კიდევ. დღეს რა რიცხვია? ხო. ან კიდევ გაიგებთ 13 რიცხვში, 13 ვადაში, 13 რიცხვი. 13 დღე, 13 ეს არის გამოგდების კარტი, გასახლების კარტი, რაღაცას გაიგებთ ამ თქვენს პარტნიორზე. ყოველ შემთხვევაში კარგს ვერაფერს გაიგებთ. ეხლა კარგი იმას არ ნიშნავს, რომ რამე დაემართება, უბრალოდ გაგდების, გამოგდების, გასახლების, უსახლკაროდ დარჩენის ამბავს გაიგებთ, მეგობრებო, კი. ხო. ასე რომ მოგისინჯავთ ეს ადამიანი ერთი კვირის შიგნით კბილს და მერე გაიგებთ თქვენ, რომ ეს ადამიანი თურმე გამოგდებულია, მეგობრებო, ან უსახლკაროთა დარჩენილი, ღია ცის ქვეშ რო იტყვიან. ზოგთან მართლაც შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ასე იყოს, ღია ცის ქვეშ, მეგობრებო. ასე რომ მეგობრებო, უფალი დიდია. ეხლა ჩვენ ამ ყველაფერს არავის უსურვებთ, მაგრამ ეს არის უფლის და ბუნების სამართლიანობა. ასე რომ ვინც რას იმსახურებს, იმას იმკის. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არა, აი ეს გადაწყვეტა რატომღაც უფალმა. უფალი რასაც გადაწყვეტავს, ჩვენ წინ ვერ აღვდგებით. ასე რომ ყველა მზიდოს თავისი წილი ბედნი ერება. კი ბატონო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი
ლაივი სათაურით თუ რა ხდება ჩვენს პარტნიორთან, ჩვენს გამო. ანუ თქვენს გამო რა ხდება თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში. ასე რომ ამ ყველაფერს მე ავტვირთავ YouTube გვერდზე. შეგიძლიათ ხვალ გადახვიდეთ და უყუროთ თავიდან ბოლომდე მეგობრებო, ვინც ვერ მოახერხეთ მოსმენა სრულად, ასე რომ გექნებათ იმის საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე სრულად მოусმინოთ, შვიდად წყნარად და მე კიდევ ველოდებით თქვენს კომენტარებს სურვილის დამიხედვით, ვისთან თუ როგორ რეზონირდება ჩემო ძვირფასებო. ასე რომ მშვიდობიანი ღამე ყველას, უღრმესი მადლობა ყველას, ბედნიერი დილის გათენება, ბევრი სურვილების და ოცნებების ასრულებას გისურვებთ. არასოდეს გულში არ ჩაიდოთ სიბოროტე, იმიტომ რომ უფალი ამ ყველაფერს ძალიან დაგიფასებთ და იყავით ისეთები, როგორებიც ხართ ბოლომდე, ჩემო ძვირფასებო. იყავით ბოლომდე ესეთები, ალალი, გულალმართლები და ეს ყველაფერი მართლაც დაგიფასდებათ. ასე რომ უღრმესი მადლობა ყველას და